ფიქრობ, რომ ეს ინფლუენსერები და თუნდაც იუთუბერები იყვნენ რაღაც მხრივ გამოყენებული ამ გამოყენებული 100% კი არ ფულები იყო გადახდილი. მაგას არ ვიმართავენ მარტო. გოგოებს გზავნიან იმებს, ამ ბევრ რაღაცას აკეთებენ, მაგრამ ჭკვიანი ბრალებში გავიზარდე და ეგეთ რამებს ვერ მოვატყუებდნენ რასდროს. გოგოებს გზავნიან. მე უკვე იცით, აი სიმართლეს გეტყვით რა, მე 1000 ჩიჩავები უკვე. ანუ 1000 ჩიჩავები, იმიტომ რომ მე უკვე, ანუ აბსოლუტურად, ანუ აღარ დამიტოვეს გზა, რო არ დაწყებულიყო ჩემი გაქოცება. საქართველოს პოლიტიკა გამართლებული იყო ამ შემთხვევაში როგორ? აბსოლუტურად, აი, ქართულმა ოცნებამ რაც გააკეთა უკრაინასთან მიმართებაში, ჯერ მომავალმა თაობამ უნდა ისწავლონ რა რთულია იყო ქართველი. ანუ ეს ურთულესი რამე, ეს არ არის ვიღაც ამერიკელი რო იბადა პრაიმში, ეს უკვე იმას 13 ბირთვული ემზიდი ყავს და ნახევარ მსოფლიო დაპყრობილი ყავს. ეხლა მე რო მაგალითად ხვდებოდე ამერიკის პრეზიდენტს ეხლა და ვჭამდეთ ერთად ხინკალს და რაღაც ცოტა არაეთიკურად რო ვჭამდე ყველაფერს, ანუ და რომ მითხეს ეხლა ტრამპის ადმინისტრაციას სურათს გადაგიღებ, რავი ეხლა იმას ხო არ ვეტყვი ხა სურათი არ გადამიღო, მოიცა მოვიწმინონ რამე ხო, ანუ ეჭის არ შეგებაროთ რომ ვიდეოების გავრცელდება, რომელიც იქნება კატასტროფულად არაეთიკური. მოგესალმებით. დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი არის, მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ადამიანი და ვფიქრობ ძალიან ბევრი თქვენგანისთვისაც ნიკა მჟავანაძე, რომელსაც YouTube-ზე ბევრი იცნობთ როგორც უცხოს. გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, მოგესალმები აუდიტორიას, არო დიდი ნაწილი არ მე მგონი ყველა ეგრე მიცნობს და მე რომ ხვდებიან ხოლმე რომ ნიკაო, არ ვიცი, სიტყვა გადმონდია პირად Instagram-ზე, ანუ იქიდან იმასტიგებენ თორე ისე მაგით ვარ. ხო, ანუ ძალიან მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ და ჩემთვისაც სასიამოვნოა. იმიტომ რომ ერთ-ერთი ძალიან აქტიური მაყურებელი ვარ შენი პოდკასტების. ძალიან საინტერესოდ გადმოსცემ და ზოგადად შოუები დავარქვი უკვე შოუებს ეძახი კი. და ძალიან დიდი პატივისცემა მინდა დაგიდასტურო აქ. ჩემთვისაც დიდი პატივი არის და თან ეს პირველი შემთხვევა არის, როდესაც აქამდე დავდიოდი სხვა იმებში, ყოველთვის მამაკაცთან საუბრობდი ხოლმე და პირველი შემთხვევა არის და ისტორიული დღე არის მაგალითად. ძალიან საინტერესოა. და იმედია საუბარი საინტერესო გამოგვივა და დიალოგი ხო? ნიკა, პირველ რიგში აი ხლა ზუსტად YouTube-ზე დავიწყეთ საუბარი და მოდი შეიძლება რასაკვირველია ბევრჯერ გაქვს ნათქვამი, მაგრამ ჩემთან ეს პოდკასტში დავაფიქსიროთ ვინ ხარ, უცხო რეალურად, როგორ მოხვედი ასე ვთქვათ ამ სივრცეში YouTube-ზე, როგორ გაგიცნო ხალხმა და საიდან მოდიხარ ასე ვთქვათ, აი რა არის შენი ესეთი ბექგრაუნდი. ხო. საუბარს დავიწყებ იქიდან რომ საერთაშორისო ურთიერთობებზე რო ჩავაბარე უნივერსიტეტში და მივხვდი რომ უნივერსიტეტით მომავალი საქართველოში არ მექნებოდა. გადავწყვიტე რომ ცნობადობა აბსოლუტურად სხვა სახით და სხვა იმით გამეგრძელებინა. ბაკალავრიატი რო დავასრულე, აი უბრალოდ სიზმარი მართლა დამესისვრა. რომ მწვანე ფონი უნდა ვიყიდა, რომელიც ძალიან ცნობილია, აპარატურა უნდა ჩამომეტანა და დამიწყო Adobe-ების, რომელიც არის სამონტაჟო პროგრამა, მაგის სწავლა. ანუ, როდესაც შევიძინე ეს ყველაფერი, ანუ მაშინ ახლა საქართველოში YouTube იყო მკვდარი, ანუ მართლა არ იყო, საერთოდ ეს იყო საუბრობ 2018 წელი. ვაკვირდებოდი და აქტიური მაყურებელი ვიყავი ბრიტანელი, ამერიკელი იუთუბერების, მაშინ არც პოდკასტები არ იყო ზოგადად ცნობილი, არც მონოლოგები, როგორც სტილშიც მე მაგ ხა ვიდეოები ძირითადად და გადავწყვიტე რომ რაღაცა შინაგანი მე მეძახდა რომ რაღაც სათქმელი მქონდა, ოღონდ ეს სათქმელი ოჯახის წევრებისთვის არ უნდა მეთქვა და ჩემი ახლობლებისთვის ვიღაც სხვა ადამიანებისთვის. და გადავწყვიტე რომ არხი შემექნა, ნუ თავიდან ახლა ზოგადად თავიდანვე არხი იყო კონცენტრირებული იმაზე, რომ ჩემთვის, ანუ მე რაზეც ვფიქრობდი იმაზე მელაპარაკ, ანუ კონკრეტული მაგალითად ის არ მქონია თავიდან, რომ აი მანქანებზე ან სიტყვაზე პოლიტიკა მარტო ან რაღაცა. უბრალოდ თავიდან მეტად დაინტერესებული რა ხან ვიყავი უფრო რელიგიური საკითხებით, იმიტომ რომ მორწმუნე ვარ, ძალიან მაგარი შემიძლია ვთქვა, რომ მართლა ძალიან ისა. თავიდან დავიწყე კონტენტი ამ მიმართულებით, და უფრო კონსპირაციული თემები, რომელიც ამასთან მაინც ახლოს იდგა. და მე უკვე რომ გადავწყვიტე რომ ახლა ბექგრაუნდი იქნა რომ საერთაშორისო ურთიერთობები ბაკალავრიატი დამთავრებული მქონდა და ამას დამატებული პოლიტიკური მეცნიერებები და რაღაცა რომ გადავწყვიტე რომ ამ მიმართულებით ხო არ გამეგრძელებინა რაღაცები და ამ მიმართულებით გადავსულიყავ. რომელმაც ავტომატურად გამოიწვია რომ აი სოციალური თემებით, იმიტომ რომ პოლიტიკა ახლოს დგას სოციალურ საკითხებთან, ფსიქოლოგიურ საკითხებთან რაღაცა და გავმოვედი, რავი, თავიდან ძალიან მიჭირდა ეს ყველაფერი პირველ აქამდე არ მომიყოლე ეს თემა, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო ჩემთვის. მათ შორის კამერასთან მუშაობა, მიკროფონთან მუშაობა, აუდიტორის რეაქცია რა იქნებოდა. და ამან გარკვეული დიდი დრო დამახარჯინა, რომ აი თვით რეალიზაცია ეს კომპლექსები თავიდან ბუნებრივია, კომპლექსები შიშები არიან ნორმალური რამ, ეს არ ვიცი რატო უტყრებათ ხოლმე ამას, რომ საუბრობენ ისე რომ თითქოს რამე ნორმალურია საკმაოდ. ეხაც მაქვს ბევრი კომპლექსი, უბრალოდ ეხა ნინჭი გამოიმუშავე, რომ მალავამ ყველაფერს ძალიან მაგრაოდ, რა თქმა უნდა, ეს კომპლექსები არ არის ესეთი რამე, რომ რაღაც არ გაგეკეთებინოს. უბრალოდ ყველა ადამიანს გააჩნია, რაც არ უნდა ძლიერი იყო, რაც არ უნდა მაგარი იყო, ეს ბუნებრივი ნორმალური ამბავია.
და მე როდესაც ახლა ხალხის რეაქციაც მოდიოდა დადებითი, იმიტომ რომ თავიდანვე YouTube-ზე ავაწყე ყველაფერი, არ ყოფილა ვარბაში TikTok-ი არ არსებობდა, უბრალოდ არ იყო, შეიძლება არსებობდა, მაგრამ აქ არ იყო გაქაჩული საქართველოში, Facebook-ი გაუქმებული მქონდა, იმიტომ რომ ვთვლიდი რომ თუ იწყებ ერთი რამის ერთგული უნდა იყოს ცხოვრებაში, რავი, მე მიჯეროდა უბრალოდ ისე არ მინდა ისე გაიგონ, შეგვიძლია სხვაგანაც იყვნენ. და გადავწყვეტე რომ YouTube-ისთვის მიმეძღვნა ყველაფერი რა, შევისწავლე კარგად ალგორითმი, შევისწავლე მონტაჟიც მე თვითონ დავამოყამე, იმიტომ რომ როგორც ბევრს ახლა ჩემს გონია რომ თვითონ სუსი მომუშავებ დამდენი ხანი, ბევრი ეგეთი ჰეითერია, რომელსაც გონია რომ სუსის პროექტი ვარ თორმე რაღაცები, სუსმა მონტაჟი შეიძლება იცის, მაგრამ ჩემთვის არ დავმონტაჟებიათ არაფერი. მე თვითონ ვისწავლე აბსოლუტურად ყველაფერი, მეტყველებაც მათ შორის, იმიტომ რომ შეიძლება მე ხა უნივერსიტეტში კარგი გამოცდილება მქონდა ზოგადად, რომ აუდიტორის წინაშე რომ დავდგებოდი, შემელა რომ დიდხანს მესაუბრა, მაგრამ კამერა მაინც სხვა თემა არის, აბსოლუტურად სხვა გამოცდილება გჭირდება მუდმივობა, სტაბილურობა შენში, რომ მაგალითად ეხა მეზარება რაღაცას და ვერ გავაკეთებ ეგრე არ არის, იმიტომ რომ ეხა მე მაგალითად ეს უკვე პროფესიად იმდენად მეკცა, რომ ეხა მაქვს ერთი თავარი YouTube არხი, მეორე მაქვს პოდკასტებისთვის სალკე და შემილია რომ აი კიდე სამი რო შევქნა, შემილია რომ ორ დღეში ყველაფერი ჩავატიო, იმიტომ რომ იმდენად გამემარტივდა უკვე რომელიც ძალიან მძიმე შრომის შედეგი დამიჯდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს მარტივად არაფერი არ მოსულა ცხოვრებაში, რომ შემიძლია რომ ეს ყველაფერი ვაწარმოო და ამ ყველაფერს გავყვები, მაგრამ აი როგორ არის იცით, აი როგორც ახლა ადამიანი დილით რო დგები და რამე აქტუალური თემებია რაც იმასე მოდის და გონება თვითონვე გეძახის, აი როგორც ადრე მწერლებს ქონათ რო კალამი მეძახისო ილია რო წერდა რაგაკი, რაღაც ახლა კამერა და მიკროფონი გეძახის რა დრო შეიცვალა და მე უკვე ძალიან ჩაულებრივი რამ გახდა ჩემთვის უკვე და ახლა ესენი უკვე აღარ მიჭირს რა ეს რომ ვთქვათ რა. ეს რომელი წელი იყო? 2019 წელი იყო. არ უფრო 2018 წელს დავიწყე პირველად, მაგრამ თვეში ერთხელ დებდი და ეგეც ნერვიულობდი ნახევარზე მე ძიმანის არ და კომენტარებს სულ არ აფრეშებდი რაღაც ისო. დღეს უკვე აღარ არის და აქტიურად 2020-დან რა 2019-ის ბოლო 2020 და როდესაც უკვე დავიწყე 6 წელი არა ეს რომ. შენ თქვი რომ ყავდა ვიღაც ისინი ასე ვთქვათ პოდკასტერები ვისაც უყურებდი ხო ამერიკელებს ხო? ანუ ის იყო მაინც ის მოტივაცია კი, იმიტომ რომ ისინი უკვე ძალიან პოპულარულები იყვნენ ამერიკაში. თან ეგ დამეხმარა იმაში, რომ ინგლისური უფრო კარგად მესწავლა, მათი იდეები რო გადმომეტანა, იმიტომ რომ ეხა ძირითადად ჩემი იდეებსაც რო უყურებ, რაღაც ისმის, რომ დასავლეთს ვაკრიტიკებ, მაგრამ სინამდვილეში ან ევროპა კი არ მძულს, ან ამერიკა კი არ მძულს, მე მძულს ის მძულს რა ძალიან ისეთ სიტყვა კრიტიკულად ვარ განწყობილი ხელისუფლებებისა და მთავრობებისადმი იმ ხალხის მიმართ რომლებიც მართლა იმსახურებენ ამ კრიტიკას, მაგრამ არანაირ საწინააღმდეგო როგორც კონტინენტის ფენომენის და ამერიკული კულტურის ამის საწინააღმდეგო არ მაქვს, იმიტომ რომ მინიმუმ რო ამერიკა არ ყოფილიყო, ან ის არ ყოფილიყო, უბრალოდ არც ის მიკრო არაფერი არ იარსებოდა და უბრალოდ ხალხისთვის უკვე იმდენად არის დაგენერირებული და გარადიკალიზირებული აქვს ეს ყველაფერი, რომ აი სიტყვაზე თუ მე ვაკრიტიკებ რომელი ევროპელი ლიდერს, რომელსაც ყოველ ვიდეოში ვშვები თითქმის, გონიათ რომ მე რამეს საწინააღმდეგო მაქვს და მაგას ციტაში იტალიაშიც რო ვიყავი და იქიდან ისმოდა რომ ევროპაში რუსეთში უნდა დადიოდო, ანუ რუსეთში რატომ უნდა დავდიოდო. ანუ რუსეთში წავალ არ მაქვს მაგის კომპლექსები, იმიტომ რომ ყველა ქვეყანას როგორც კულტურული თვალსაზრისით მე პატივს ვცემ, იმიტომ რომ არ ვარ ხა ისე რომ მაგალითად რაღაცაში ვიღაც ადამიანს არ ვეთანხმებოდი და მოვიცულო როგორც ამას ხა ბოლო პერიოდში ამას აკეთებდნენ რომ მეგობარს პოლიტიკური შეხედულების გამო ამ სიტყვის მნიშვნელობით აკენსელებდა და რიყავდა საზოგადოებიდან და რაღაც და არ მაქვს არანაირი საწინააღმდეგო არაფრის რაც ნორმალურია. ხო, ანუ შენ როდესაც რაღაც კონკრეტული ქვეყნის ან გაერთიანების წინააღმდეგ, მათი პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიხარ, იმას არ ნიშნავს, რომ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, მათი კულტურის და არანაირი თორემ ანუ ის რო ყოფილიყო ხა მაგალითად ანუ ევროპის კონტინენტი და თავისი სოციოპოლიტიკური ისტორია აბსოლუტურად სხვა თემა არის და ევროკავშირი როგორც წარმოქმნილი როგორც ორგანიზაცია არის აბსოლუტურად სხვა თემა და როდესაც ვამბობ რომ ევრობიუროკრატია თავისი მთელი არსით არის წინააღმდეგ თვითონ ევროპელი ხალხის და ამას ვადასტურებ ფაქტებით რომ მაგალითად კრიმინალისტონე როგორ აქ გერმანიაში გასდილი არალეგალი მიგრანტების და ეს პრობლემები დღის წესრიგში დგას, იმიტომ რომ ეს ფაქტია და ამას ადასტურებენ ის მემარჯვენეები, ვინებიც ახლა ევროპაში არიან. ანუ რეალურად ევროპა ანუ კულტურული ფენომენი როგორც მიყვარს და მისი დაცვა რომ მინდა, მაგიტომ ვაკეთებ ამ ყველაფერს და არა იმიტომ რომ მე მეზიზღება მთელი ეგ ფენომენი ასისულელია, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვადასხვა თემა არის ხა ორგანიზაცია და სახელმწიფო თვითონ და ამიტომ არ მაქვს მაგ მიმართ ისეთი რაღაც ისანი. ახლა ის რადიკალიზირება უყვარს ხალხს ყველაფრის ხო იცით და ამას ვერ გადავუშვებით. და ახლა YouTube-ის თემას რო დაუბრუნდეთ უკვე ანუ 2019 წლიდან შენ რამდენი გამომწერი ყავს 154,000 საკმაოდ დიდია საქართველოსთვის კი ძალიან დიდია და ეგეც ანუ ეს იმას ნიშნავს რომ რეალურად ძალიან ბევრი გამზიარებელი ყავს შენი
აზრების და შეხედულებების, ხო? და მადლობა ღმერთს, იმიტომ რომ მე ყოველთვის ვამბობ, რომ ეს არ არის ჩემი შედეგი, რომ მე სიტყვაზე მაგარი ვარ, ეს არის რომ ხალხი არის სწორ აზრზე. ანუ იმიტომ რომ მე ხო არ ვარ ხა პროფესიონალი მემონტაჟე სიტყვაზე, რომ ეხა მე ვაძლევ კინოსმა და კინოს უყურო. ანუ მე ვაძლევ აზრს, რომელსაც ის ან გაიზიარებს ან არა. და უბრალოდ ეხა ისეთი თემა არის დღეს, რომ უბრალოდ ადამიანს გიწევს მუდმივ ბრძოლაში ყოფნა, როდესაც ეხა ჩემი სტილისტიკა მაგას მოითხოვს, რომ მუდმივად ტონუსში უნდა იყო, ანუ ვინ საიდან რა დროს საიდან დაგარტყავს ბჭყალებში, რა თქმა უნდა, საინფორმაციო გულისხმობა აქვს. და რანაირად ამისთვის ყოველთვის სადავარ, განსაკუთრებით მძიმე იყო ბოლო 1 წელიწად ნახევარი, ეს არჩევნები რომ საპარლამენტო უნდა ჩატარებულიყო და მას მერე ეს აქციები რუსული კანონებიდან დღემდე, იმიტომ რომ ეგ იყო პერიოდი, როდესაც აი 24 შვიდზე რომ აი საომარ მდგომარეობაში ხარ ადამიანი, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა რო გეწინააღმდეგება, ვინც მithumetes სოციალურ ქსელებში იყვნენ და უმცირესობაში ხარ აქეთ, ოღონდ ხალხი კი ყავს, რომელიც არიან, მაგრამ ხალხი ყოველი მეორე ხო არ არის პოდკასტერი, იუთუბერი ან სიტყვაზე ასე შემდგომ, არა? და ამ მომენტში, როდესაც ახლა ხედავ, რომ დიდი ინფლუენსერები ვინების არიან საქართველოში, შენ გეწინააღმდეგებიან და მე მაგათ ვეწინააღმდეგები. ანუ გინდა არ გინდა გიყალიბებს უკვე იმ თავდაცვის რეჟიმს, ხო, მუდმივად რო იყო და უბრალოდ ამ ყველაფერს ჩემი აზრით კარგად გავართვის თავი, იმიტომ რომ არც ერთი წამით არ მინანია რა აზრზეც მე ვიყავი, იმიტომ რომ საქართველოს სახელმწიფოსთვის ეს იყო ყველაზე ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი და არ ვარ ისეთი ტიპი, მაგალითად რომ გაშილ სუფრაზე რო ჯდებიან და უკვე ყველაფერი რო ლაგდება და ვაი, ეხა მოდი ესენი მართლები არიან და უჯდები, ანუ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში, როდესაც მე ანუ ჩემის გადმოსახედიდან მე და ჩემი ძმა ვიყავით, თანორი ფიგურა, ხა ჩემი არხი კი არის ეს, მაგრამ ჩემი ძმა ყველაზე ხშირ მე დროსის თანას ვატარებ, კი ცალ-ცალკე ცხოვრობ, მაგრამ ყველაზე მე დროს ვატარებ და ერთ ასე ვარ ბევრ რაღაცაში და მეორე არხის გაჩენის იდეაც ეგ იყო პოდკასტები, იმიტომ შევქვენით, რომ ყველა პოდკასტერი ვინც არსებობდა, ყველა ეწინააღმდეგებოდა ამ ამჟამინდელი ხელისუფლების აზრს რა და ჩვენი მიზანი ეგ იყო, რომ გაგვეკეთებინა აბსოლუტურად ჩვენი სურვილით. აი თავიდან დაწყებული ეს კი წინასარჩევნო კამპანიები რო იყო და რო გამოვედი და ეს რუსული კანონი არ არის და ეს ამერიკაში ფარა აქვს მიღებული, რომელიც ასევე მიზნად იმას ისახავს. ნუ ბუნებრივია საზოგადოებიდან დიდმა უარყოფითმა წნეხმა, ოღონდ ეს იყო უმცირესობა, რომელიც ჩანდა რომ უმრავლესობა იყო და დღესაც ეშლება გონიათ რომ ბევრი არიან, მადლობა ღმერთს საქართველოში ბევრი უფრო ნორმალურია და ეს მაგალითად უკრაინის გამოცდილებას, აი უკრაინის საკითხზე რო გადავალთ, მანდ ვიხდებით რომ ის შეცდომიერას უკრაინამ დაუშვა, საქართველოს არ დაუშვა, ოღონდ ეს არა მაგალითად ჩემი, არა ბიზნესი ან რომელიმე ხელისუფლება, ეს არის ქართული ხალხის დამსახურება, რომ ქართველი ხალხი ვერ გამოიყენოს ამ ყველაფერში საინფორმაციო, თორემ უკრაინის მდგომარეობაში ჩემი ღმერთწმენით ასევე, რომელიც მართლა მეწოდება გულწრფელად, იმიტომ რომ ხალხი იღუპება, ომის საშინელება იქ რაც ხდება, ბევრი ხალხი მოტყუებული აღმოჩნდა მტყუილი დაპირებებით. და ფიქრობ, რომ ეს ინფლუენსერები და თუნდაც იუთუბერები იყვნენ რაღაც მხრივ გამოყენებული ამ გამოყენებული 100% კი არ ფულები იყო გადახდილი, აი 150 და 200% ხა იუთუბერებზე ზუსტად ვერ ვიტყვი ამას, მაგრამ ის ინფლუენსერები TikTok-ზე და ვინებიც იყვნენ ძირითადად რა იყვნენ, რა თქმა უნდა, პროვოცირებული, რომ მე პირადად აი ვიტყვი ხა ამას, პირველად ვამბობ ამას, ჩემი ვიდეო შეიძლება ნათქვამი მაქვს, მაგრამ გავიმეორებ, სანამ ეს პროცესები მოხდებოდა 2020-მდე, მე ომი სანამ რუსეთ-უკრაინის დაიწყებოდა, მაქამდე შემოთავაზებები მქონა არასამთავრობოდან. ოღონდ როგორი შემოთავაზებები მქონა, ესა ძალიან საინტერესო, აი მახერა არის და როგორ აყავთ ეს ახალგაზრდობა რა, რომ აი მაგალითად რაღაც პროექტს ვიწყებ, აი ეს ახლა მარტივად ძალიან რბილ რაღაცას გემონება, რომ აი დემოკრატია და ადამიანის უფლებებზე შენ თუ ვიდეოს გააკეთებ, რაღაცა გააკეთე, ცუდი რა ჟღერს ახლა დემოკრატიის უფლებები. რომ გარკვეული სარგებელი შენ გექნება. გარკვეული სარგებელი ეს ფინანსურისაც ნიშნავს, ეს სოციალური ხარდაჭერა, ბევრი რაღაცეები. ეხლა მე ჩემი გადმოსახედიდან, ანუ საჯაროდაც მაქვს ეს ნათქვამი, რომ არსებობს რაღაცეები, რასაც უბრალოდ არ გავაკეთებ, იმიტომ რომ იდეის არ ვჭერა. აი მაგალითად ეხა დემოკრატია არის ჩემთვის ყველაზე დიდი კრიტიკის ობიექტი ყოველთვის, იმიტომ რომ ნუ ის ცალკე შორს წაგვიყვანს ამას, რომ ზოგადად კრიტიკის დიდი ობიექტია და ანუ ნიშნულობა არ აქვს ადამიანმა მე რა უნდა შემომთავაზოს, ანუ ჩემს ღირებულებას არ ვყიდი. თორე მე ახლა უყურეთ როგორი თემა არსებობენ მეორე ნაწილი ადამიანების, რომელიც ამბობენ, რომ ფული საჭირო არაა. მე ვამბობ, ფული საჭიროა ცხოვრებაში, მაგრამ რის გამო და რის ფასად აიღებ ადამიანი. აი მას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეს თუ ემსახურება, რომ აშკარად იქ რაღაც ბაბლში შეგიყვანენ, იქ როგორც ფრანკლინის კლუბები და ეგენი არის და მე იქ ჩაგითრევენ რაღაც იმებში, რომ შენ მიდი ხა პლაკატით გარეთ გადი და რუსთაველზე დადექი, ვიღაც სინდისის პატიმარია, აქ მამნებლო, ანუ ჩემდი რეალურად ფულს დებენ არა იმაში, რომ შენ დემოკრატია ადამიანის უფლებები გასწავლონ, არამედ იმაში, რომ შენ გამოგიყენონ. და ამას აკეთებდნენ რა. ეგ პასუხები რო წავიდეთ, ანუ მაგას არ ვიმართავენ მარტო. გოგოებს გზავნიან, იმებს, ამ ბევრ რაღაცას აკეთებენ, მაგრამ ჭკვიანი ბრალებში გავიზარდე და ეგეთ რამებს ვერ მოატყუებდნენ ვერას დროს. გოგოებს გზავნიან. ანუ აი ვითომ ვიღაცა რომელიც მოდის შენთან, გელაპარაკება იმაზე, რომ რა კაი ტიპი ხარ, მაგარი ხარ, რაღაც ის გიახლოვდება, ეხა ხო ხდებით მარგინალური მიზნები ხარ არის, ეხა ის კი არ არის, ეხა მართლა ის კი არ აინტერესებს.
დაგიახლოვდება რაღაც ის და აი ესეთი რაღაცა გვაქვს ჩვენ გაკეთებული რაღაცა, აი რასაც ბეითებს რასაც რო გადააგდებ და წამოიგები თუ არა ანკეს რა და ესეთი ორგანიზაცია ეს პარტიებიდან ყოფილა, თვითონ პარტია ეხა რასაც აი თვითონ გოგოს გამოგზავნა, მე მქონა ეგეთი ზუსტად ქონა სანამ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყებოდა 2 თვით ადრე, როდესაც კონკრეტული ერთ-ერთი ოპოზიციური არ მინდა ეხა დავასვა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიიდან იყო, რომ ახალგაზრდული მიმართულებაა და რავი, უნდათ უეჭველი უნდათ გამოყენება ამაში, რომ აი აუდიტორია ყავს ეხა რაღაცა, იქ რაღაცა გოგონა რო შეგიყვანენ და აი წვენს დაგალევინებენ და იქ რაღაცა შინაურულად იგზნობენ თავს, ეგონია რომ ეგრევე წამოიგები რა და მე რომ ეს ყველაფერი რო გავიგე, რა თქმა უნდა, ეხა მაგაზე არაფერი ისეთი არ ამიტეხია და რაღაც ეგეთები არ მახასიათებს, ძალიან დაბალი დონის ის არის, უბრალოდ ძალიან დიპლომატიურად. აბსოლუტურად, კი, აბსოლუტურად თვითონ მითხრა მე ეგ რო ის იყო და მე გოგოსთან ურთიერთობა რო გავაგრძელე და თვითონ წამოვიდა იქიდან ეგ თვითონ. მე გუდა ვაფშე გავხსენე მაგაზე და ყველაფერი მომიყვა არანაირად რა იყო. ანუ მე რომ ეს იყო 2022 უკვე 2022 მაშინ უკვე ხო რა გაჩითული სამბები იყო და მე აი ზოგადად არ მაქვს პრობლემა როდესაც ანუ ახალგაზრდას ეძახიან ანუ ამის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ რო ვიცი რომ ამ ყველაფრის უკან დევს აი და არიან ოდიოზური ძალები კონკრეტულად, განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციები, აი ეს ყველაზე მეტი ფული მაგათ აქვს საქართველოს, თავრობაზე მეტი ფულიც მაგათ აქვს, იმიტომ რომ ხშირად ადარებენ ახლა მაგალითად თავრობამაც გამოყო ხო არასამთავრობო ორგანიზაციებს რო ფინანსებს, ვინც აქ იქნება და კონტრი ესეთი მომენტი იყო. მაგრამ მე თავიდანვე ეგეთი აზრი დავაფიქსე რომ მაგას აზრი არ აქვს, მაგ ყველაფერს, იმიტომ რომ იმათ აი ბჭყალებში ისეთი სიტყვა უნდა გამოიყო და იმდენად დარმოვი დიდი ფული აქვს, რომ იმასთან ბრძოლა ესეთი იმაში არის ძალიან რთული. უბრალოდ ერთადერთი მთავარი რაც უნდა ჩვენ გამოგვეყენებინა ის იყო რომ უბრალოდ ერი არის ნორმალური, აი მადლობა ისევ საქართველოს და ქართულ ხალხს რომ კიდე მე ჩემმა არხმა და ჩემმა გამომწერებმა და დიდმა ნაწილმა დამახვედრა. უბრალოდ თემა რა იყო იცით რომ იმდენად ის მამნებელი ხალხი იმდენად აქტიურობდა რომ უმცირესობა ჩანდა რომ იყო უმრავლესობა რაღაცა 200, 300, 500 კაცი ვინებიც აწყობდნენ და ის 500 ყავდა 5 კაცი ბაბლში და ისინი ატრიალებდნენ იმას და აქტიურობდა შენ გულისხმობ სოციალურ ქსელებში. სოციალურ ქსელებში ანუ რაც უფრო ცუც აკეთებ ხა იმ ყურადღებას ის უფრო იქცევს, რომ ნორმალური საქართველოში მადლობა ღმერთს მეტია, რავი, ხა იმ ხალხს ინტერესი არ აქვს საერთოდ. ეგ აი უფრო მეტსაც ვიტყვი, აი სპეციალურად იყო გათვლილი და აბსოლუტურად ყველაფერი წინასწარ ქონდათ მაგალითად კონკრეტულ ორგანიზაციებს, მაგალითად რევოლუციური პროცესების ხელშეწყობა. წლობით ადრე ამაზე ატრენინგებდნენ ხალხს. რომ მაგალითად შენ რომ მეგობარი წავდა მათ შორის, ხა უბრალოდ აი ძველი მეგობარი იყო ჩემი, რომელიც მიყვებოდა ნაპყოფი არის ერთ-ერთ ლექციაზე და აი მაგალითად როდესაც შენ მოხდები ესეთ სიტუაციაში, შენ რო ემოციური ფონი შექმნა, დროშა უნდა მაღლა აღმართო და უნდა ნახო ვინმე ტიპი, ანუ გოგო იყო თვითონ რა, რომ მაგალითად ვისაც გადაიხოვი და ჩაეხუტები, რატომ? იმიტომ რომ ეს არის მარკეტინგულად შეიარაღება ძალიან კარგად ინფორმაციის, რომ ეს კარგად მივა მაგალითად მაგათი დამკვეთებამდე, რომ რაც უფრო მეტად იქნება მარკეტინგულად კარგად შეფუთული, მით უფრო გაყიდის საკუთარ თავს და მით უფრო იტყვიან რომ აი თელი ქართველი ხალხი ამ აზრზეა სიტყვაზე. ესე არისო საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ გვანახა რომ ამ რეალობამ რომ ქართველი ხალხი არ აღმოჩნდა მოტყუებული, იმიტომ რომ გამოიჩინა სიბრძნე იმდენ რომ დაედგინა ვინ იყო მტყუან მართალი. მე არ ვამბობ რომ ვინმე იდეალური ამ ქვეყანაში, არც მე და არც არავინ არ ვარ იდეალური. მაგრამ იმდენის გარჩევა რო შეგვიძლია რომ ვინ არის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მოღალატე და ვინ ემსახურება. აი გონი ამის გარჩევა მარტივად უნდა შეელოს. მათ შორის ადრე შეხვედრა მქონა ერთ-ერთ ცნობილ ადამიანთან ძალიან და მან მითხრა ესეთი რამე რომ აი ამ ამბებს რომელსაც შენ ახლა ამდენი ხნის განმავლობაში უყურებ და აქამდე შენ თუ ვერ გაარჩიე ვინ ამ ტყვენი და ვინ მართალი, ანუ მომავალშიც აზრი არ აქვს, იმის გონებაში არ შეიძლება. უფრო მეცაც თუ მომეცემა საშუალება, იმასაც მოვიყვებით, აი იყო მომენტები, აი დაკენსელებები რო იყო რა, აი გოგოებს რო აბულინგებდნენ იმის გამო რომ განსხვავებული აზრი ქონა ხო? ხო, აი მოდი ვისაუბროთ ამაზე ზოგადად, თუნდაც აი ამ სოციალურ მედიაში და YouTube-ზე, ხა შენ YouTube-ზე ხარ აქტიურად წარმოდგენილი და ამიტომ თუნდაც აი ამ ხრივ რა პრობლემას შეეჯახე და არსებობს თუ არა რეალურად რაღაც აი თუნდაც პოლიტიკური თვალსაზრისით ადამიანის საკუთარ ახლობლებთან მომივიდა კონფლიქტი ბიზინა რატო გიყვარს? აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ანუ ბიზინა როგორი თემა არის, იცით, რომ გამოვიჩინე და თქვი, თან აი როგორ ყურადღებას იქცევთ, იცით, მაგ შემთხვევაში, რომ რო თქვი, რომ აი ეს არის სწორი კანონი, ანუ უბრალოდ ხო შეიძლება თქვა, რომ სწორი კანონი, ანუ სწორი კანონი შეიძლება ჩრდილოეთ კორეაშიც მიიღო რაღაცა სიტყვაზე და თქვა, რომ ეს არის სწორი, მაგრამ ხელისუფლება არ მომწონს იქ თქვა. მაგრამ მე რო თავიდან ვთქვი, რომ სწორი კანონია უკვე ეს და აგრესია ეგრევე წამოვიდა და აუ შეესეთო დაფინანსებულო რავი მეთქი ერთ საღამოს გუშინ სხვა თემაზე ვლაპარაკობ დღეს საღამოს ბიზინა როგორ მოახერხებ და მე ჩემთვის დაერეკა მეთქი და შეეკვეთა რაღაცები და მე უკვე იცით აი სიმართლეს გეტყვით რა მე აზარში ჩავები უკვე ანუ აზარში ჩავები იმიტომ რომ მე უკვე ანუ აბსოლუტურად ანუ აღარ დამიტოვეს გზა
რო არ დაწყებულიყო ჩემი გაქოცება. ანუ აღარ დამიტოვოს არანაირი გზა, იმიტომ რომ ალტერნატიულ რაღაცას იჩენდი, ანუ მაინც მაგას გიჩვენე, აი, ტკბილად უხსნიდი ადამიანს, რომ ვიცი რა არის, მოდი ვაკრიტიკოთ, რაც გასაკრიტიკებელია, რაშიც კაიო თქვა, მაინც აგრესია მოდიოდა, მაინც. რო დავინახე, რომ უბრალოდ პრაქტიკულად აზრი არ აქვს, იმიტომ ცხოველები ვით არიან, აი, ტურები ვით არიან, უბრალოდ სულ ამ სიტყვის მეშვეობით, ავდექი და აბსოლუტურად პოზიცია დავიჭირე მაგის. რომ აი ვამტკიცებ და მეთქი რომ ეს კანონი სწორია, ეს სწორია, იმსახურებთ ამას. ყავთ მეთქი ვიღაცები ხა დაჭერილები, რომლებიც დაარღვიეს სამოქალაქო კანონები ქვეყანაში, სისხლის სამართლის დანაშაულია სახელმწიფოს მაგალითად საკუთრების ხელყოფა, რაღაც მაგალითად რევოლუციურ პროცესების წარმოქმნა, რაღაცების განადგურება. ამის ანუ უბრალოდ მეთქი არავინ არაა დაჭერილი. ანუ აქ უკვე მიზეზი მოეცათ რომ ეს ყველაფერი ელაპარაკათ, მაგრამ აი ხო გეუბნებით ნეიტრალური რომც გეცადა პოზიცია, აზრი არ ქონა მაგათა საუბარს, იმიტომ რომ ეგენი არიან ამ მაგათ ვადარებ, აი ტროცკისტები როგორები, ძალიან ძველი ტროცკისტები როგორებიც იყვნენ, აი პირველი კომუნისტები რომელიც იყვნენ, რომელიც უბრალოდ განსხვავება ის იყო რომ ისინი ეგრევე გხრეტდნენ და ესენი ანუ გოგოებს, ანუ 18 წლის რომელსაც პოლიტიკური, კაი მე ჯანდაბას მე პრობლემა არ მაქვს, გავუძლებ ყველაფერს და მაგაზე 100-ჯერ მეც, მაგრამ 18 წლის გოგოს რომელსაც ახალი ჩაბარებული აქვს უნივერსიტეტში და იმის გამო აკენსელებ და იმის გამო რიყავ იქიდან რომ უბრალოდ შენ პოლიტიკურ შეხედულებას არ იზიარებს, ამაზე დიდი უბედურება, რომელიც ეწინააღმდეგება ფუნდამენტურად ევროპაში არსებულ აი დიდებულ კანონებსა და ღირებულებებს, რაც მათ უნდათ. მაგრამ მე რატომღაც გონია რომ მათ არც ევროპა არ უნდა წინამძღოლში. მათ უნდა და ის შედეგია, რას ფიქრობ, აი თუნდაც მათი ეს შეხედულება ახალგაზრდების განსაკუთრებით 94-დან პირდაპირ ვიტყვი არ მომერიდე 94-დან დაარსებული სოროსის ფონდი საქართველოში კმარა სააკაშვილი რომელიც იყო მაგის არც მაგის არ მომერიდება რომელიც ორიენტირებული იყო თავიდანვე გათვლილი იყო ეს არის აი პირველადი თაობა რომლებიც წამოვიდნენ მიშა უგულავა და ეგენი ვინებიც იყვნენ რომლებიც პირველად თაობამ გაზარდეს ესენი რომლებიცაც უნდა აი ეს პროცესები დაიწყოთ საქართველოში აი რაღაც მეტასწავლეთ უმეობა რასაც ქვია ხო ბჭყალებში ამან გამოიწვია ის რომ მე სამწუხაროდ ესეც კრიტიკას იმსახურებს უნდა ხელისუფლებას ყურადღება მიექცია იმისთვის რომ მაგალითად როდესაც ეს ლობირებს ვიღაცა შენ ქვეყანაში იმიტომ რომ ეს მარტო საქართველოს არ გამოცადა უნგრეთმა გამოცადა სერბეთმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ეს სოროსის სამიზნეა იმიტომ რომ შენ მოსასწორე ქვეყანა ვართ რუსეთთან და რუსეთს ისინი იყენებენ როგორც ბუაძია რა თქმა უნდა რომ რაც უფრო მეტი რუსოფობია იარსებებს ეს მათ ინტერესში შედის იმიტომ რომ მაგალითად ახლა შორს წაგვიყვანს აფხაზეთის და იმის სამაჩაბლოს კონფლიქტი მანდაც ეგ გათვლებია გაკეთებული რომ შენ დიალოგის საშუალება არ მოგცენ რომ შენ ვიღაცას ხედე რაღაცით ხელში უნდა გამოგიჭირო მე ანუ მე ვფიქრობ მაგ კითხვასა დაუბრუნდე ეგ არის რომ ახალგაზრდები დაატრენინგეს ძალიან დიდი ფული იდებოდა მაგ ყველაფერში ოღონდ გათვლები როგორ კეთდებოდა იცით ანუ განათლების მიცემა კი არა საზღვარგარეთ მიყავ ხარ არა ეს საზღვარგარეთ მიყავთ ის პირები რომლებიც მე ოპოზიციაში ჩამოდიან და პოლიტიკურ პარტიებს არსებენ მაგრამ აი ის ბავშვები ხა ვინების დაჭერილები არიან და ვინებიც ხა აი შიგევროპელებად იწოდებიან არიან ის ხალხი რომლებაც თვითონ გამოაყენებინეს მაგათ თავი. თან ეს არის უმაღლესი დონის ფსიქოლოგიური ტრიუკები, რომელსაც ატარებენ. იმიტომ რომ მაგათმა იციან, რომ მაგალითად აი კამპუსებში თბილ გარემოს შეგიქმნიან, აი რაღაცას ჩაის დაარიგებენ, იქ რაღაცა ტკბილეულობას, რომ შენ გაგრძნობი რომ კომფორტულად ხარ, რომ ყველაფერი ფერადია, ყველაფერი ნორმალურია. აი ბავშვობაში იყო პინოქიო, ძალიან ცნობილი თქვენს გეკნებათ ნახე, მურთფილმი იყო, გიждდებოდი მასზე. მან ერთ-ერთი ისეთი სცენა არის, რომელიც არაეთიკურია ალბათ, იქ როგორ გამოიყენეს, მაგრამ ძალიან დიდი მინიშნება ყავს, ბავშვები როგორ მიყავდათ მოტყუების გზით სხვა კონსულზე. მურთფილმში დებს ეგ შინაარსი რა და აი დაახლოებით ეს ანალოგია რო შევადაროთ ამას იყენებენ აქ გატყუებენ სხვადასხვა რაღაცებით რომ მაგალითად აი შენ რაღაც ხალ ჩელიაბინსკში იყვიცებ მაგალითად შენ ისეთივე რეჟიმი ყავს როგორც ჩრდილოეთ კორეაშია და იმ ბავშვმა რომელიც ემოციური იმპულსების ქვეშ არის მხოლოდ ძალიან მარტივად იჩერებს ამ ყველაფერს და ჯერა ადამიანი აი მიცით რა ხალხურ ურთიერთობამ მე რა მასწავლა ყველაზე დიდი გაკვეთილი რაც მივიღე რომ ადამიანებს რაციონალურობა ავიწყდებათ მისთვის ყველაზე მძიმე ემოციურ მდგომარეობაში. არ არსებობს რაციონალურობა, როდესაც შენ ძალიან მძიმე ემოციურ შოკში იმყოფები. და ანუ ხელოვნურად უქმნიან ამ შოკს და მე აძლევენ ამ ინფორმაციას და მე ყიდი. აი ეხლა შენ ხო ახალგაზრდა ხარ რა, სულ რაღაც 29 წლის ჯულის ხომ მადლობა. ხო, რასაკურველი ძალიან ახალგაზრდა ხარ და მაინტერესებს აი შენ როგორ ჩამოგიყალიბდა და მაშინ ეს ხედვები ეს პოზიცია, აი მათგან განსხვავებული და ასევე შენ თანატოლ შენ თანამოაზრებს, ასე ვთქვათ, შენ თანატოლებს. ძალიან კარგი კითხვა, მართლა ძალიან კარგი კითხვა არის და ხანდახან სიმართლე გითხრათ მეც მიკვირს და ალბათ მიკვირს იმიტომ რომ ძალიან რთულია სადაც პატარა ქვეყანა როდესაც არის საქართველოს და არსებობს რაღაც კონკრეტული აზრები და თან ეს აზრები არის ბაბლებზე მიჯაჭვული უკვე, იმიტომ რომ მაგალითად ბევრი ბიჭი იმიტომ დადიოდა აქციაზე, რომ უბრალოდ მის მეორე ნახევარს ეს უნდოდა და ბევრი გოგოება ეს ძალიან ცნობილი ფაქტებია, სხვებიც ადასტურებენ ამას, ანუ სოციალური წნეხის ზემოქმედების ქვეშ იყო.
მაგრამ მე ყოველთვის მიყვარდა, განსხვავებულ, ყოველთვის სხვა მედლის სხვა მხრიდან შეხედვა, სხვადასხვა თემებზე მარტო ამას არ ეხება წლობის წინ, მაგალითად, უნივერსიტეტში არასდროს ბორდიში უნივერსიტეტში როდესაც ვიყავი, მანდაც ყოველთვის ვიყავი კრიტიკის ობიექტი, რომ ყოველთვის თემატიკას, რეფერატებს და ეგეთ რამებს ვაკეთებდი, მაგალითად, ისეთ პირებზე, რომელიც აკრძალული იყო ამაზე საუბარი სიტყვაზე, იმ თემას არ შეეხებოდი და ზოგადად ვაფასებდი ამ ყველაფერს, რომ ნებისმიერი საკითხი იმსახურებს განხილვას. ნებისმიერი თემა იმსახურებს, რომ შეხედო მას სხვა კუთხით. და მე რო უკვე უნივერსიტეტიდან წამოვიდე, რომ დავინახე, რომ არსებობს უკვე სოციალური კლიშეები, სერიოზული, რომ ტაბუ დადებულია რაღაცა ვერ ისაუბრებ. ამან დამაფიქრა, რომ იდეაში უნივერსიტეტი თუ იმას უნდა ასწავლდეს განათლებას აძლევს და ეს არ მიცა ყველაზე მთავარი რაც ინდივიდუალიზმია მართლა, რომ უბრალოდ კითხვა დასვა, იმიტომ რომ დღეს მაგალითად ილია უნის განსაკუთრებით რაღაცებში კითხვაც არ დაისმის უკვე. Даже ეხლა უბრალოდ უნივერსიტეტებს არ დავასახელებ, არის უნივერსიტეტები, სადაც მე ვარ პირადად ჩავსია შესულ და ჩემი შეშვება შეიძლება და ამაზე, ვიდეოებსაც ვინც ჩემთან ერთად ყოფილა, იმასაც უქმნიან ვიდეოებში პრობლემას, რატო გამოჩდი მათანო და ყოფილა ეგეთი, უბრალოდ არ მინდა დავასახელო, მაგრამ არსებობენ ეგეთი ისინი, რაც არის პირდაპირ კომუნიზმის ჩვეულებრივი ჩემი აზრით რა, როგორ შეიძლება შენ ეხლა მე შეიძლება შენ რაღაცაში არ გეთანხმებოდე, მაგრამ ნებისმიერი რამე თვითონ ისე მაგათი ადამიანის უფლებათა დეკლარაციიდან ამოდივა, რომ მე შეიძლება შენ ასას არ ვეთანხმებოდე, მაგრამ მზად ვარ საფლავის ქომდე გავყვერო შენ მაგრამ დარწმუნებული ვარ გეძახიან მოღალატეს, რუსეთუმეს. აბსოლუტურად რუსეთუმე მოღალატე, სუსის აგენტი, ბიძინას აგენტი, კაკების აგენტი, იმდენ პროფესიას მეუნებიან, მე თვითონ თუ ყოფილ ვარ მაგდან, მე თვითონ არ ვიცოდი, ამდენ რამე თუ არსებობდა ეგეთი რამე, მაგრამ იცით რა არის? ამით პრავდება, ასე ვთქვათ. ამით პრავდება, მაგრამ მე შევეჩვი უკვე, მე როგორ შევამცირე ხა ეს ეგრეთ წოდებული წნეხი, როგორ მე ვადასტურებ ყველაფერს, ეგრე ამეთქი. კი ვეუნები, რომ კი ბატონო კაკები არის ყველაფერში რამე და მე უკვე რო აქეთ შენ მიმავა იბჭყალებში და აქეთ შენ ეხადავები ესე რომ ვთქვათ რა მე უკვე თვითონ აღარ მოყვებიან რა იმიტომ რომ შენ რაც უფრო პროვოცირებ და ვარდები აი გოიმივით რო ვარდები რომ აი მე ეს ხო არ გონი ვარ და რა აღარ ამტკი მე უკვე თავს განებებენ უკვე მე უკვე ეს ხო ამაზე ხელი გვაქვს ჩაქნეული თითქოს მაგათ ხელზე აქვს ჩემს თორმე არაფერი არ მეშველება ცხოვრებაში იმიტომ რომ თავიდანვე არასწორ აზრზე ვიყავი და მე რეალურად კი მიყვარს მაგას არ დავმალავ რადიკალური განცხადებების გაკეთება იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ მაქვს ხალხ ჩემ აუდიტორიამაც იცის რომ უბრალოდ საუბრის მეტი საშუალებას არ გიტოვებია რომ შენ სხვანაირად ისაუბრო მათთან მაგალითად არ არსებობს ნეიტრალური საუბარი მშვიდობი წყნარად რომ მივხვდი რომ აზრი არ აქვს ავირჩიე კონკრეტული ტექნიკა რომელიც ჩემთვისაც სასარგებლო არის და მისთვის არის რა შეიძლება საინფორმაციო ომში მეტად ზიანის მიმყენებელი და როდესაც ვამბობდი რომ კი ბატონო შეიძლება მე ვცდები აგერ ტევ პირველი იქნება მაგალითად ფორმულა კიდე მთავარი აღარ არის ხა უკვე მაგრამ რომ იყავს და იქ აყენებენ იმ ახალგაზრდებს რომელიც დატრენინგებულები არიან და რომელიც ემსახურება მიმიწვიან ერთხელ აი ეგეთმა ლიბერალურმა მედია მიმიწვიან და მე ვისაუბრებ ამ ყველაფერზე მაგრამ უბრალოდ თემა რა არის იცით რომ მე მარტო ჩემზე კი არ მაქვს საუბარი ხა იაგო ხვიჩია ვიყოთ იაგო ხვიჩია რომელიც ქართულ ოცნებას აკრიტიკებს ძირითადად მაგრამ მაინც კოდს ეძახიან რატო აკეთებენ ამ ყველაფერს იმიტომ რომ შენ არ გაქვს იმის უფლება აი მაგალითად ესეთი მიმი შექმენი რაც რომელიც პუტინი რო გამოვიდეს და თქვას რომ ხინკალი არის გემრიელი შიგევროპელები ხინკალს აღარ შეჭამენ პუტინმა რო თქვა საქართველოს მაგარი ქვეყანა ესენი ამ ქვეყანას ნაწავლენ რა გამო ეს არის უკიდურესი რადიკალიზმი რაღაცა გახსოვთ თქვენი სამბები რო იყო მაგალითად პუტინმა შეაქო რაღაცებში საქართველოს ბრჭყალებში და ამის გამო გამოვიდა მე მანდ უფრო იცით რა მგონია რომ სპეციალურად გააკეთა პუტინმა სიტყვაზე ეგეთი რამები რომ სიტყვაზე დესტაბილიზაცია უფრო მეტად შეექმნა ვიდრე ის რომ ეთქვა რომ კოცებო რა ყოჩაღად ასრულებთ რაღაცებს ამიტომ ეს რუსეთუმეობაც ყველაზე მეტად აი ხოშტარიებისგან მაგათა მე მგონია რუსულ საქმეს რო აკეთებენ ვიდრე ესენი და ეს ყველაფერი რომ ამოვიკითხე და ამას ჩვენ ხედავდით და რომ მართლა ვერაფერთ ვერ გვაბოლებდნენ იყო ბოლო გამოსავალი რომ ხარ რავი აგენტი იმის და იცახო რაც უნდა პრობლემა არ მაქვს მე ვიცი კომენტარებსაც გიწერენ ხოლმე რაღაც ძალიან უკიდურესად შემაწუწუნებელს აი ჩვეულებრივია უკვე არაფერი ვიცი რომ რეალურ ცხოვრებაში რომ დამიდგეს იმას არანაირი შანსი არ ექნება ჩემთან ამიტომ ეხა ის რაც დაწერს ვიღაცა აკაუნტს ამოფარებული რომელიც არც ახალი ჩანს არც გვარი პრობლემას არ წარმოაქვს შენ ხო წეგანას თქვი რომ არის ასე ვთქვათ ესეთი ორგანიზებულად არიან ხო ადამიანები ვინც უშუალოდ იქ თუ კომენტარებს გიწერენ რაც აი მე ჯანაბას კიდევ იმსახურებ რადიკალურ განცხადებას მართლა ვაკეთებ ხვიჩა კარაცხელიასო თავს ესხმი იმის გამო რომ ბიჭი იმის პარალელურად გამოვიდა და თქვა რომ ჯობიაო ამდენ ლაპარაკს საქმე თუ ამტკიცოთ სამშობლო სიყვარული იმ ადამიანებმა თქვა ვისაც ჩემპიონთა ლიგა მოგებული აქვს და უკიდურესად ძალიან წარმატებული ადამიანი და გიჟდები ხვიჩა კარაცხელიას აი ყველაზე ადეკვატური შეფასება მიცა სიტუაციას რომ აი ამ ქუჩების ანიშნა მაგათ რომ აი იმის ქნევას საქმით გამოავლინეთ სიყვარული იმის მიმართ წამოვიდა ამ ხელ აგრესია რომელსაც საქართველოს გააცნო რა ხელახლა გააცნო ევროპას და ამ ხელა წარმატება მოგვინანა და ხა მე ვინა ვარ მაგასთან შედარებით რომ ამ ხელა მოდის ამიტომ მე საბოლოო ჯამში ის დასკვნა გამოვიტანე რომ არსებობენ ადამიანების სამ ფსიქიკა აქვს მოწყობილი რომელსაც შენ რაც არ უნდა გაუკეთო მივდივართ მაინც
იქამდე რა ფროიდი რასაც ამბობდა რომ აი აზრების განტევება ანუ რაც არ უნდა შემოვიდეს შენში განსხვავებული იმას იმდენად აქვს შახშული უკვე ყველაფერი რომ არანაირ საკუთარ თავს არ უტოვებს არჩევანს. იმიტომ რომ ის თავიდანვეა მოწოდინებული მაგ ყველაფერსა და ამას უწოდებ მე სოციალურ თით კომპლექსებს რა. ვფიქრობ რომ გარდა იმისა რომ ხა რაღაცა კატეგორია შეიძლება რეალურად იყოს მართლა დამუშავებული ასე ვთქვათ. მაგრამ არის სასარგებლოებიც. ხო, უბრალოდ რომლებიც მიყვებიან ესეთ. კი, ძალიან ბევრი უფასოდ ემსახურებიან მაგ იდეებს, რომლებიც აი ესე მაგალითად აყვნენ ვიღაცას აქციაზე გაყვნენ ვიღაცას სიტყვაზე აი მე ჩემ მეგობარს ესე ისაქნენ და ძალიან მარტივი სოციალური იმეების ზემოქმედების შედეგად ძალიან მარტივად მიხვდნენ რომ ყველაფერს მოვალე მაგრამ როგორ ფიქრობ ახლა შენ უფრო შარშანდელს და ახლა 2 წლის წინანდელ ამბებს იხსენებდი ხო უფრო აქტიურად რო იყო ეს ყველაფერი და ეხლა როგორ არის ამ კუთხით როგორ ეხლა ინფლუენსერებიდან დაწყებული გაკრინტულია ხმას არ იღებენ არც კონტენტი არც იუთუბერი მხდება არც ტიკტოკერი არა მე ძალიან იშვიათად ვიღაცა ვინც გამოდის არჩევნი იმებს ხარს უჭერს იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ეხლა ეს შედეგია შენი აზრით იმის შედეგია რომ მიხვდნენ რომ ქოცებს ვერავინ არ გადაატრიალებს უბრალოდ იმიტომ კი არა რომ ქოცები რა მაგრები იმიტომ რომ სიმართლე იყო მათ ხარეზე და იმ სიმართლეს უკან იყო ხართული ხალხი მე თვითონ ვიცნობ ადამიანებს ვინებიც ცესკოში მუშაობდნენ და ეხა ისინი რომ გამოსული აპელირებდნენ რომ ეს არჩევნები გაყალბებული იყო და რაღაც იყო მტკიცებულება ვერ წარადგინეს ვერც ერთ არათუ საქართველოს იმას აპელაციო სასამართლოებზე ევროპულ იმაში რომ იყო რა თქმა უნდა დარღვევები ყველა იმაშია ამერიკაში როგორი სისტემა იცით რომ ამერიკაში ილონ მასკი გამოვიდა და თქვა რომ აი მილიონი გადაეცემა ვინც ტრამპს ხმას მიცემს გათამაშებებს აკეთებ ანუ ლეგალურად ყიდულობდნენ ამერიკაში ეს ლეგალურია ანუ კანონიერი გზით არის რომ არჩევნები ესეც არ ხდება საქართველოში და რომს ეხა ვიღაცას ხშირად აინტერესებს ხოლმე ეგეთი რომ როგორ ხდება არჩევნების მობილიზება ანუ ლეგალურია დემოკრატიის ნაწილია ეს ყველაფერი რომ შენ ამომრჩეველს ახსენებ რომ მიდი რა ეხა არ დაგეზარო და მიდი და ხმა მიეცი მაგრამ ეხა ყუთთავროდგები ეხა ვის ხაზავ რა ფოტოს ხო არ უღებ და გარეთ ამდენის ანუ ეს არის ტყუილი რომელიც ფეიკი ჩამოყალიბდა თორე რეალურად ანუ ეს არჩევნები რაც იყო მართლა მოიგეს რეალურად იმიტომ რომ აქ რო ყოფილიყო რაღაც გადაცვლები ჯერ ეგერთი ეუთოს დამკვირვებლებიც აკეთებდნენ ფიდიასი იყო ერთ-ერთი ცნობილი ევროპარლამენტარი ჩამოსული იმას არავინ არ გააჩერებდა აქ იმიტომ რომ აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო ყველაფერი უბრალოდ რო ეს ყველაფერი არ გამოვიდოთ და მე ყოველთვის მაგას ვამბობ ხოლმე რომ ვიღაცას არჩევნების გაყალბება რომ უნდა და 53.5 კი არ დაიწერა 60% და საკონსტიტუციურ უმრავლესობას აიღებდნენ რა პრობლემა იქნებოდა რა 7% იყო გაყალბება სიტყვის რო აყალბებდეს მაგრამ აქ პრობლემა არის სერიოზული ის რომ აქ უკვე მივდივართ არასამთავრობამდე აქ მივდივართ უკვე ოპოზიციურ პარტიებამდე რომლებიც ხალხს აი საკუთარ ამორჩეველს რომლებიც დღეს ქოცები არიან უკვე ჩემი მეგობრებიც მათ შორის ვინების ბიზნეს აკრედიტებდნენ დღეს ქოცები არიან ოფიციალურად იმიტომ რომ ზოგი ხაზარაძეს ამორჩეველი იყო აი ახალგაზრდა ბიჭი იყო და მართლა ჯეროდა ეხა რომ ხაზარაძეს უნდა საქართველოს გადარჩენა და მეთქი კი ბატონო რაღაც ეგეთი თემები იყო და ეხა ეს ამები მოხდა და აი ცნობილი გამონათქვამი რო გაისმა ხო იცით რუსაველიდან რომ გეგმა ვართ ჩვენ ამ გეგმაურ არ გაამართა რაღაც ჰიპოთეტური დაპირებები რო იყო. მიხვდნენ რომ ის ამორჩეველი ვინც ოპოზიციას ხმა მიცა რეალურად დაუტრიალდა რომ მიხვდა პატრონები არავინ არ ყავდათ ხმის გამცემები საერთოდ და რო ვერავინ ათქნენ და რავი იდიოტები არიან თქვეს და დატოვეს საერთოდ. ანუ ეხა რო ხელახალი არჩევნები რითიც ეხა რო აპელირებენ ხო იცით აი ეხა რო არჩევნები ჩაინიშნოს ხვალვე თურმე უქოცებს გადაგდებენ. მე პირიქით ესე ვამბობ რომ პირიქით უფრო მე ხმას აიღებ. ხო და ანუ შენ ფიქრობ თუ არა რა მაგალითად რომ ეს არჩევნები და ის რომ დაგეგმილი იყო მათი ოპოზიციის მოსვლა იყო თუ არა კავშირში მაგალითად რუსეთ-უკრაინის ომთან. ეს ისენი რუსეთ-უკრაინა აბსოლუტურად კავშირში იყო, კი არა და უფრო მეტიც, იმიტომ რომ რუსეთ-უკრაინის საკითხი ეს უფრო 2014-დან იწყება, ეს პირველი ყირიმის სცენი რომ მოხდა და მაქედან იწყება, მაგრამ აი 2022 წლიდან 2022-მდე როგორი ნიადაგი ხონათ მომზადებული, ეგ იყო ძალიან სპეცები იყვნენ მათ უკვე ანუ საქართველოსთან დაკავშირებით კავშირს და ზუსტად რაც ახსენი არჩევნები და ის რომ რევოლუციური გზით უნდათ მოსვლა შემდეგ. ზუსტად საქართველოში იყო გეგმა რა თქმა უნდა მაიდანი, ეს პირველი მაიდანის ცელობა იყო ეს სანამ იქნებოდა მაგალითად პირველი არჩევნები, ეხა ბოლო საპარლამენტო არჩევნები და მაგის მერე როდემე არჩევნგარი შეგევარა ბურჭველაძე რო გამოვიდა და დამხობა უნდა და თან ეს იყო კაცობრიობის ისტორიაში პირველი რევოლუცია, რომელიც წინასწარ იყო დაანონსებული. ანუ ისტორიას არ ახსოვდა ეგეთი რამე, აი წინა დღეს წარმოიდგინე ვიღაცა გამოდის სოციალურ ქსელში, ამას ხვალ რევოლუცია და თორმე მიდიან. და მერე თან ამბობენ, რომ ეს დანაშაული არ არისო. ანუ როდესაც შენ სახელმწიფო ანუ სისტემის ძალადობრივ გზით დამხობას ემსახურებ, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ანუ კი ბატონო თუ გამოგივიდა, კაი, კანონი მომკითხავი აღარ ყავს, მაგრამ რო ვერ გამოგდის და თან ხალხის ხარდაჭერა არ გაქვს, ხო? ანუ ეს დანაშაულია და კიდევ უფრო დანაშაულია. ანუ ეხლა რაშია უკრაინა და საქართველო მანდ კავშირში. ზუსტად ის ხალხი, ვინებიც ეწეოდნენ საქართველოში განსაკუთრებით ომის დაწყების ზიდან, აი რუსეთ-უკრაინის ომი რო დაიწყო, რომლებიც აი ქართველებო გაისაინეთ ცხინვალში
კაია მინდია ეს ძირითადად ისმოდა უკრაინელი პოლიტიკოსებისგან და იქ მყოფი არახამიებისგან იმიტომ ქართული გვარები რო ეროვნული უსაფრთხოების ეროვნული ძალებისგან ოფიციალ ეს არის ოფიციალური განცხადება რომელსაც უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი პირები აქვს ეხლა მე რო ვიყო მაგრამ მე რო ეხლა პარტიაში ვიყო სადმე აი დაუშვათ ესეთი რეალობა წარმოვიდგინო რომ ვარ რომელიმე პარტიაში დაუშვათ ვარ ქართულ ოცნებაში და მე რო განცხადება გამეკეთებინა მაგალითად რავი აი პალესტინა ისრაელის საკითხზე ნებისმიერ თემის საკითხი რომ აი ესენი არიან მართლები რომელიმე თემა ანუ ეს უკვე აღქმული კი არ იქნებოდა როგორც ვიღაცა იუთუბერმა თქვა არა ეს უკვე მთავრობის პოზიცია იქნებოდა და ზუსტად ეხლა ზელენსკი რო გამორიზე იმას ამბობს და მათ შორის ეს მიშამადიდებლები საქართველოში რომ ეს უკრაინას ეს არ უთქვია რა მნიშვნელობა აქვს გორაჩენკო და ეგენი იყვნენ ის ხომ მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი პირები იყვნენ რომელსაც უნდათ ეს გაეკეთებინა ამიტომ ეხლა ზელენსკიმ თქვა არ თქვა მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს მისმა პირმა თქვა ვინც მას წარმოადგენს ზელენსკიმ ახლა ის გაიწვია მაშინ ზელენსკიმ რაც გააკეთა ეგ ამოცნობი ფენომენი იყო იმიტომ რომ საქართველოს და რომელიც ანუ ბელარუსში ყავს შენელში რომელიც შენი მოსაზღვრეა და რუსეთს როცა მომდევა მაშინ ფრონტს გაგიხსნეს და შემოვა ამიტომ საქართველოს არაფერი რის იმედი ქონდა რომ ხა საქართველოს ამ მეორე ფრონტი რო გაიხსნა ხა ისე დარტყმას მიაყენებდა ხა უკრაინა რუსეთს რომ რაღაც გარდატეხი ექნებოდა ეს არა აბსურდი უბრალოდ ეს იყო დამუშავებული რომ უბრალოდ მე მაგიტომ მგონია თქვენი დასმული კითხვა მომეწონა ძალიან რომ ეს იყო კავშირში ერთმანეთთან იმიტომ რომ მალევე ჩალიშობდნენ რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნათ მალევე მომხდარიყო ეს ყველაფერი ომის დაწყებიდან უბრალოდ ეს ყველაფერი თავიდან უნდა დაწყებულიყო სანქციებით ეს ყო ემბარგოთი რაღაც ძალიან ბევრი ბლეფი რაღაც რომელიც ჩვენ დაგვარტყავდა ისე ბუნებრივია და ეს დატრენინგებულები როგორც მაიდანზე ატრენინგებდნენ ამ ახალგაზრდობას აი იგივე ხალხი აკეთებდა ევრობიუროკრატიის საქართველოში რომელსაც ჩვენ საკრაული სიტყვა deep state-ის შევარქვით რომელიც არის ღრმა სახელმწიფო და რომელიც არის ორგანიზებული დანაშაული ანუ ჩვეულებრივი სქემა არის გაქცევა ცნობილი სერიალი ხო გაქვთ რა ნახი ყველა მაურებელსაც ექნება მანდრო არის კომპანია და კომპანია როგორ წყვიდავს როგორ ახდენს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე მაგათ გავლენებს მის გადაწყვეტილებს ხო ანუ იმდენად გულუბრყოლოები არიან რომ ამათი ჯერათ რომ ვინც კამერებთან ჩანან მართლა ეგენი იღებენ გადაწყვეტილებას რეალურად თან მით უმეტეს იმაში კი არა სოფლიოში ეგრე აკეთებენ და ამას რომ სხვადასხვა ფაქტები დუდასტურებ რომ აი ესე დაიმთხვა ეს დაიმთხვა ეს კავშირშია მე კონსპიროლოგი ხარ და მე რაღაცა იმის ვაფშე არ ჯერა ბრტყელი დედამიწის ეგეთ კონსპიროლოგი რატომ უნდა ვიყო უბრალოდ ეს არის ფაქტი ადამიანური ბუნების ნაწილი რომ ეს ყველაფერი ანუ ხო და ეს მეინტერესებს რომ აი შენ მაგალითად ამ დასკვნამდე ზოგადად ანალიზს როგორ აკეთებ ხოლმე რა წყაროებზე და ყველა მედიას უვაჩარის უკრაინულსაც უსმენ რუსულსაც usmen არ მომერიდება ამერიკულსაც ბრიტანულსაც ხო ეს არ არის რომ უბრალოდ პოლიტიკოს მოусმინო და არა რასისულელი იმიტომ რომ ხედავ ამ განწყობებს მე ეხლა როგორი ისა მაქვს რა ქვია კომპასი მაქვს მე ამოვდივარ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ანუ მე არ უყურებ მე ჩემთვის ეხლა მაგალითად კომფორტული სიტუაცია რა იქნება ჩემთვის კომფორტული კი დავით აღმაშენებელმა მართავდეს საქართველოს უკომფორტულესი ჩემი ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული პიროვნება მაგრამ რო ხედავ ეხლა სოციალურ ქსელებში შევდივარ იქ მედიას უყურებ იმიტომ რომ პოტენციალი არ აქვს იმიტომ რომ სამწუხაროდ საქართველოს ბევრი უბედურება გადაიტანა ოკუპაციები გადაიტანა საქართველოს გადასახლებები გაიტანა დახვრეტები ძალიან ბევრი უბედურება გადაიტანა და რო უყურებ რომ ჩვენი ერი სამწუხაროდ გენოფონდი იმყოფება ცუდ მდგომარეობაში რომ მინდა რომ ეს გამოვასწორო მე უკვე ჩემი მინდა მე რა მინდა მაგას არ უყურებ აი საქართველოსთვის უკეთესი რა იქნებოდა და პატარა ქვეყანა რომელსაც მილიტარისტული ისენი არ გვაქვს სამწუხაროდ დღეს აღარ არის ის დრო რომ ხმალი ალესეთ ქართველებოდა გარეთ სხვა დრო არის ხო დრონები ომობენ აგერ უკრაინამ დაგვანახა რომ ერთი დრონი გადაგეფრენსო დამთავრდა მაგრამ ვატარებ ყველა მედიას ერთმანეთს ამერიკულს რუსულს უკრაინულს იმას და მაგრამ მაინც უფრო მეტად მე ვიყრებ ამერიკულ მედიას მაგრამ ამერიკაში არსებულ იმ ანალიტიკოსებს რომლებიც საკუთარ ხელისუფლებასაც აკრიტიკებენ ყველაზე კარგ მომენტებში აი მე იმიტომ რომ ამერიკა არის მაინც ისეთი ქვეყანა მე მიმაჩნია და ასე ვფიქრობ რომ სადაც შეგიძლია რავი იქიდან მენაგვიდან მართლა გახდე სუპერმენი სიტყვაზე იმიტომ რომ გაძლევს ამის შესაძლებლობას ქვეყანა მე როდესაც ამერიკას ვაკრიტიკებ კონკრეტულ ქმედებებში რაც განუხორციელებია საგარეო პოლიტიკაში თორე ხო გეუბნებით ამერიკა რო არა არც YouTube არც Google არც არაფერი არ იქნებოდა საერთოდ იმიტომ რომ მაგ ნარატივზე და მაგ სამეცნიერო განვითარების შედეგია სწორედ ეგ წარმატება ამიტომ ვადარებ ყველა ინფორმაციას მე უსმენ ჩემთვის ესეთ ავტორიტარულ ასევე ამერიკელ პოდკასტერებს სხვადასხვა შოუმენებს შოუმენებს ვეძახი იუთუბერებს რომლებსაც ეს ყველაფერი მიყავთ და ვალაგებ რომ რაშიც გასაკრიტიკებელია გავაკრიტიკოთ რაშიც ვთქვათ რომ კარგია უნდა ვთქვათ კარგი მაგრამ ისე რომ ეხა როგორც ამატყავდა ამოჩემებული რომ აი მე რუსულს არ წავიკითხო რა თქმა უნდა წავიკითხო იმიტომ რუსეთი არის ამ ომში მხარე და ვიღაცა რომ მეუნება რომ დაღუპული რიცხვები ეხა განსხვავდება ერთმანეთსგან იტყუებიანო კაცო ოფიციალურად დაადასტურა ისრაელის დაზრობამ დაადასტურა და სხვადასხვა წყაროები იყო რომ უკრაინას რამდენი ყოლია მოკლო ხო ძალიან დიდი ციფრი იყო მანდაც ასევე რუსეთს საინფორმაციო ეხა ჩვეულებრივი საინფორმაციო ორივე იტყუება რა თქმა უნდა რუსეთიც მოიტყუება უკრაინას მოიტყუება მაგრამ ეხა რომ ვიღაცა რომ მე მიმტკიცებს რომ რაღაც ზელენსკი თქვა ეხა რომ 25000 კაცი ყავს მარტო დაღუპული ანუ ან მათემატიკა არ ესმის იმას ან განზრახაკეთ მე რა თქმა უნდა განზრახაკეთებს რომ ზელენსკი ეგეთი არ მგონია მათემატიკა არ ესმოდეს განზრახაკეთებს იმისათვის რომ ეს ინფორმაცია შენამდე სწორად არ მოვიდეს
და მე უბრალოდ იცით რა იყო ძალიან ცუდი შედეგი, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში აჯერებდნენ, რომ ვიღაცები ომს აგებდნენ. და ჩვენ მართლა გვეჯერა, რომ აი ხა მოდი აბა ქართველებო ჩვენც ის ვიღაცებს ანუ საქართველოში არსებულ ძალებს და რეალურად აგერ დატრიალებები ხდება და რუსეთი იმაზეც კი არა თანახმა ეხა, რომ ამჟამინდელი ტერიტორიების ფარგლებში დაიტოვოს უკრაინა. უფრო მეტი უნდა კიდე. იმიტომ რომ ძალიან დიდი დანაკარგი აქვს რუსეთსაც და ასევე ძალიან დიდი ფულია დახარჯული. და ეხა ზელენსკი არ ასეუნება საკუთარ მოსახლეობას, რომ ხალხო მოკოდით, თქვენი შვილები მოკოდნენ და მე რუსეთს უნდა დაუთმო ეს ყველაფერი ზავის შედეგად ტრამპი რასაც ეუბნება. ანუ რა გამოდის რუსეთის მოკდა იმის ძმა, იმის და იმის ბიძაშვილი, რომ ანუ იმაზე უფრო ცუდ მდგომარეობაში შეგეყენა უკრაინა მიგეცა ვიდრე აქამდე იყო. მაშინ რახას ხოცავდი, მაშინ მიგეცა რუსეთისთვის უკვე ის მიწები. ამიტომ რა თქმა უნდა აქ იყო ფულადი ინტერესები, დიდი ფულები კეთდება უკრაინაში. საქართველოს პოლიტიკა გამართლებული იყო ამ შემთხვევაში როგორც აბსოლუტურად. აი ქართულმა ოცნებამ რაც გააკეთა უკრაინასთან მიმართებაში, ჯერ ეგეთი ძალიან დიდი დახმარებების გაუწია და აქვე დავადასტურებ იმ ფაქტსაც, რომელიც მტკიცებულებებიც არსებობს, რომ ძალიან ბევრი ჩვენი მიცემული ჰუმანიტარული დახმარება როგორ იყიდებოდა შავ ბაზარზე. საქართველოსთან გაგზავნილი. იქ იყო ახლა მე არ ვფიქრობ ტექნიკა მივეცი და რაღაც, მაგრამ რაც მიდიოდა მაგალითად გენერატორები იყო ცნობილი იქიდან ის через ისრაელი საქართველოს და იქ რომელიც გაუშვეს და ხდებოდა შავ ბაზარზე როგორ ყიდნენ, ამით დიდრდებიან, აი მაგალითად ზელენსკის წარმომადგენელი ახლა ვინც იყო მრჩეველი ყველაზე უახლოესი, რომელიც კიევის შემოგარენში ახლა თვითონ უკრაინის იმ უშიშროებამ დაიჭირა, ოქროს უნიტაზი ედგა სახში. იმ ფონზე, როდესაც საწყალი უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც მართლა მეცოდებიან და არანაირი უკრაინის მე როგონი ვარ უკრაინა არანაირად არ მეპირიქით ის ხალხი რომ მინდა გადარჩეს და რომ ვიცი რა მდგომარეობაში გამოიყენეს გეოპოლიტიკურად. ანუ წარმოიდგინეთ თქვენ რომ ანუ ადრე ომში რო ყვდებოდი რაღაც აზრი ქონდა. დღეს ყვდები, მაგრამ ანუ მიწასაც კარგავ, ყველაფერს კარგავ და პოტენციალის არ გაქვს რამე რო დაიბრუნო და ეს არის საშინელი მდგომარეობა. მე არ ამომივა ის კადრები, რაც მე მშობლების ვნახე სამი შვილი რომ მოუკვდა და მეოთხე ცხედარი რომ მოყავდა, აი რაღაც საშინელი მდგომარეობები ვნახე და მე რო არ მინდოდა საქართველოში ეს იგივე სიტუაციები ქართულ დედას გამოეცადა და ქართულ ხალხს და რო ვიცი რომ ამას მართლა უმიზნებდნენ, იმიტომ კი არა საქართველოს ამის რუსეთს უზავდა. უბრალოდ ჩვენს ფულის საკეთებელი მანქანა გავხდებოდი ისევე როგორც ისინი აკეთებენ. რომ სადაც ომია, იქ არის შავი ბაზარი, იქ არის აბსოლუტურად არალეგალური ყველანაირი ტრანზაქცია, რომელიც ხორციელდება, თორე უკრაინა იმაზე კი არ ფასობს ის ჯარისკაცი როგორ ყვდება და რა მდგომარეობაში. უკრაინა ფასი, რომელთაც ეხა BlackRock-ს რო აქვს დადებული ამერიკულ კომპანიასთან და ამერიკასაც კი არ ამერიკულ კომპანიას დაქცეული უკრაინა კომპანიამ უნდა აშენოს. იმ კომპანიამ, რომელიც ზელენსკის საშვილიშვილო სესხში აძლევს იარაღის იმას. და საუკუნეები მოუწევს ამის გადახდა. ხო, და ძალიან ისე ვითარდება მოვლენები ყოველ დღე სხვა ახალი ამბავი ჩნდება ხოლმე და რას ფიქრობ, რომ ზოგადად პროგნოზი როგორია შენი? რას ფიქრობ, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი და საქართველოსაც როგორ აისახება ზოგადად აი თუნდაც რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე. ხა შენ გაქვს ბევრი ვიდეო ამასთან დაკავშირებით. კი, და ძალიან დინამიურია. კი, ძალიან დინამიურია, მინდა გითხრა ეს საკითხი, იმიტომ რომ პოლიტიკა მეცე თემა, რომ ყოველ დღე პულსივით არის, როდის შეიწევს, როდის აიწევს, არავინ არ ვიცი, ეს დამოკიდებულია ჩვენს მეზობლებზე და რუსეთ-უკრაინის ომს ჯერ დასასრული არ უწერია. იმიტომ რომ კიდევ დიდი ხანი გეგმავენ რომ ეს პროექტი რაც არის რომ რუსეთმა უნდა დაასრულოს რკალში შემოარტყას უკრაინა თან უკრაინას არ მინდის არაფერზე ანუ არც ერთი მხარე არ მიდის კომპრომისზე თან ახლა ჩვენ გვიახლოვდება ირანის გარშემო არსებული მაგალითად რკალი რომელიც ამერიკამ შემოარტყა ნუ სომხეთ აზერბაიჯანი მადლობა ღმერთს დაალაგდა იმიტომ რომ ესე ჩვენს ქვეყანას ახდენდა დიდ ესე თქვა ზემოქმედებას მე ვფიქრობ რომ ჩვენ მუდმივი სიფხიზლე უგმართებს ჩვენთვის არ იქნება მუდმივი მშვიდობა მუდმივი მშვიდობას რას ნიშნავს ჩვენი არსებული გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენთვის არსებული დემოგრაფიიდან გამომდინარე მათ შორის პოლიტიკური კრიზისები რომელიც ამ ქვეყანაში სამწუხაროდ არის და ვაღიარებთ პოლარიზაცია იქნება საქართველოში კიდევ დიდხანს იმიტომ რომ სამწუხაროდ მტერი არ გვაძლევს ამის ამოსუნთქვის საშუალებას ანუ მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი იქნება ძალიან დინამიური მაგრამ ჩვენთვის ყველაზე რთულმა მაინც მოდი ვთქვათ რომ ჩაიარა ყველაზე რთულმა რაც არის რა თქმა უნდა ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას იმიტომ რომ ეხა ახალი ესე ვთქვათ ესკადრილიები გადმოდის საქართველოში აგერ ალტერნატივები ნახეს არასამთავრობო მოვუკე ესტონეთში და იქიდან იდება ფული არალეგალური გზებით ფულების შემოტანა კრიპტოებით და ისინი რომელიც დაფინანსებები გაგრძელდება საქართველოში სამწუხაროდ მავნებლური აზრების გავრცელების მაგრამ ერთადერთი რაც საქართველოს სახელმწიფო უნდა დაუპირისპიროს ეს არის სიმართლე და ეს არის რომ კარგად და სწორად უნდა მოახდინოს ახალგაზრდობის დატრენინგება.
იმიტომ კი არა რომ ვიღაცა მიფიქროს რომ მე ვარ კარგი, არც მე არ ვამბობ რომ მე კაი ვარ, ან ვინმე კარგია. მე ვამბობ რომ საქართველოს ინტერესები უნდა იყოს აქ დაცული ყველაზე მთავარი. იმიტომ რომ მაგალითად ეხა ისრაელში თავიდანვე იზრდებიან იქ ბავშვები, ორიენტირებული არიან იმაზე რომ მისი ქვეყნისთვის რა არის უკეთესი. იქ არავინ არ ამოდის ბიბი ნეთანიაჰუ უკეთესი იყო, მაგალითად ბენ-გურიონზე თუ პირიქით გელდამეიერი უკეთესი იყო თუ მოსე სიტყვაზე. ანუ მან ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მით უმეტეს ჩვენი ქვეყანას ეხა ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს ბუნებრივია, გარშემო, რაც კიდევ უფრო ნომერ პირველი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ეს არის ეგზისტენციურად მნიშვნელოვანი მე ამას ვთვლი, მაგრამ აქვე ხას უსვავ იმ ფაქტს, რომ ეს ვერ მოხდება ჩვენ თუ ზოგადად დიალოგი, კონსტრუქციული დიალოგები არ დავიწყეთ, იმიტომ რომ ვატიკანში წეგარო საუბრობდით, ხო? ვატიკანს არ აქვს შეიარაღებული ძალები არანაირი, ხო? ვატიკანი არის პატარა ქალაქი, წარმოიდგინეთ ქვეყანა, რომელიც ითვლება. და მაგის დესპანები რეგენი ამბობენ, რომ ომი რო დაიწყო, ჩვენ ჯარი არ ყავს, მაგრამ ჩვენი ერთადერთი გამოსავალი არის დიპლომატია. ანუ იმიტომ კი არ ვაკენინებ ვიღაცას მე ქართველები 20 საუკუნის განმავლობაში ომობდით და ომი იმდენი გვაქვს ნანახი უკრაინას და რუსს მეგონა ერთად არ დაისიზრება და მით უმეტეს ძალიან დიდი გამარჯვებებიც. მაგრამ სამწუხაროდ დრო შეიცვალა და დღეს ტექნიკა მაგალითად მით უმეტეს პროქსისეული ომები, როდესაც საინფორმაციო ომები, ჰიბრიდული ომები მინდა ცუდად მოქმედებს, რომ ჩვენ ყველაზე მთავარი ესკადრილია და კონტინგენტები რაშიც უნდა გავსარდოთ, ეს არის მომავალი დიპლომატები, მომავალი სწორ ქვეყანაზე ორიენტირებული პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ქვეყანას შეუნარჩუნებენ სტატუს კოს. ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი, თორე მე ვერ დავპირდები ხალხს მაგალითად, რომ მე ვაბრუნებ მაგალითად გიორგი ბრწყინვალის ტერიტორიებს, იმიტომ რომ ეს არის პრაქტიკულად შეუძლებელი ამ რეალობიდან გამომდინარე. თავარი ღირებულებები რა არის, რაც უნდა დაიცვას მაგალითად ქართულმა, თუნდაც აი ახალგაზრდა, რაზეც ამბობ. ყველაზე მთავარი რამეს ვიტყვი, აი ზოგადად ამ კითხვაზე როგორი პასუხი უყვართ იცით, აი ქართული ტრადიციები ეგრევე ამბობენ და რაღაც პირველი რაც ყველაზე მთავარი არის, საქართველოს მე ვცნობ როგორც ქრისტიანულ ქვეყანას. საქართველოს ფუნდამენტი არის ის გზა, რაც გაიარა ქრისტემ გოლგოთამდე, ამას ილია ჭავჭავაძე წერდა და ენა მამული სარწმუნოება ერთიანებს, აი უჩადოსნო სიტყვას, აი დაპირისპირა გაიხსენეთ აგერ ფაქტები, ენა მამული ერთობაა, მაგალითად, რასაც შეგევროპელების ნარატივი იყო მთავარი. ანუ ჩემთვის ყველაზე მთავარი აი მარტივად რომ აკითხოს უპასუხო არის საქართველოს უნდა გაუძლოს ამ ბრძოლას ჩვენი სარწმუნოებისა და ჩვენი თვითყოფადობის წინააღმდეგ, რომელიც მომართულია მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. დანარჩენი ცით რა არის ტრადიციას მე რას უწოდებ, იცი? ეხა ხინკალი მოწონს ვიღაცას წვადი. რა თქმა უნდა, ენასოვალოს ჩემი თავი აბსოლუტურად უყველას. მაგრამ ჩემთვის ფუნდამენტურად ეგზისტენციულად მნიშვნელოვანი არის ის ქრისტეს გზა, რაც ჩვენ ამ გოლგოთა ჩვენ უნდა გავიაროთ. მე იმიტომ რომ ანუ ახალი თაობა უნდა აღიზარდოს, რო თქვი რაღაცა განსაკუთრებული. ზუსტად კი. აი ეს მაგალითად რა უნდა იყოს მთავარი, რა უნდა ვასწავლოთ, ასე ვთქვათ. ჩვენ პირველ რიგში უნდა ვასწავლოთ, ყველაზე მთავარი არის რა არის ქრისტიანობა რეალურად. აი არ უნდა იმასე ლაპარაკი, რომ ეხა მორწმუნეა რო კითხო, ძალიან ბედელი საქართველო რო კითხო, მაგრამ იქ გზა გაცდენილია ზოგი ცხოვრებით არ ცხოვრობს ისე მე რომ მე ვარ ეგეთი აბსოლუტურად მე ყველაზე დიდ კრიტიკას რა თქმა უნდა ვიმსახურებ მაგ ყველაფერში მაგრამ ჩემი мотиваცია მაინც ის არის რომ მომავალმა თაობამ უნდა ისწავლონ რა რთულია იყო ქართველი ანუ ეს ურთულესი რამე ეს არ არის ვიღაც ამერიკელი რო იბადა პრაიმშია ის უკვე იმას 13 ბირთვული ომემზედი ყავს და ნახევარი მსოფლიო დაპყრობილი ყავს იმაზე არა მაქვს ლაპარაკი ქართველობა არის ძალიან რთული როგორც იდენტობა როგორც სოციალური წარმონაქმნი შენ გაქვს ოკუპირებული ტერიტორიები შენ გებრძვის დასავლეთის ის ევრობიუროკრატია მეგობარი არ ყავს პრაქტიკულად მოდი პირდაპირ თუ მეგობარი არ ყავს იმ დრო გინდა არ გინდა ეხა ეს სიცილკისკისი მეგობრობა დაითვლება რა თქმა უნდა ქართველებმა თვითყოფადობა შევინარჩუნეთ ქრისტეს ერთობით დღეს რო საქართველოს ერთიანია და დღეს რომელიც ამ ქვეყანაში მათ შორის ის ხალხიც არსებობს ეს არის დამსახურება ჩვენი ეკლესიის მე ჩემი აი ფუნდამენტური მაკითხოს რომ ისოვენ ის არის რომ ჩვენ სწორად გავაცნობიეროთ რა არის ქრისტიანობა რა არის გავდე ქრისტეს რა არის იმ ღირებულებათა კრედო შენ შეინარჩუნო მე ჩემ თავს ვამოვნები პირველ რიგში ამას პირველ რიგში ჩემ თავს და მე ვამოვნები სხვას მე არ ვამოვნებ პროგრამით ვიღაცაზე მეტი ვარ რა თქმა უნდა და ჩვენ როდესაც სახელმწიფო დონეზე როგორც ისრაელს აქვს გამჯდარი რომ იქ შეიძლება ათეისტი იყო მაგრამ აბა ვინმე იუდაიზმი შეეხოს და იქ აქვს სარწმუნოებას ხო იქ არ გაწირავენ ებრაელები ერთმანეთს და ასევე მინდა რომ ქართველები იყვნენ რომ ვიღაცა შეიძლება რაღაცის არ წამდეს ვიღაც განსხვავებული მაგრამ ის ყველა ადამიანი უნდა შევთანხმდეთ საქართველოს მოქალაქეები რომ არა ქრისტე რომ არა ჩვენი წმინდა მამები და ჩვენი მოწამეები დღეს ეს ქვეყანა არ იარსებებდა ეს არის ფაქტი პირველივე არაბული ლაშქრობის დროს განადგურდებოდა საქართველო მაგრამ რახან ჩვენ ეს შევინარჩუნე და აი ამ წინაპრებზე და იმ სისხლზე და იმ ტკივილზე დგას ჩვენ ეს ჯვარი კი არ უნდა შემოვიხსნა და კომფორტულად ვიცხოვროთ ეს არა აი თქვენ შესანიშნავი კითხვა დამისვით რომ როგორ იქნება მშვიდობა მუდმივი საქართველოში ანუ
შეუძლებელი რამეა გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე. მე მშვიდობაში რა თქმა უნდა იმას არ გულისხმობ რომ იქნება სადმე. უბრალოდ სტაბილურობა ქვეყანაში არის მუდმივად არასტაბილური მდგომარეობა და ჩვენ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ, უნდა გავზარდოთ ძლიერი თაობა, რომელიც ამაზე იქნება ორიენტირებული. ის კი არა რომ ჩემი პირადი სარგებელია და მე მაგარ ფულს ვიშოვი ახლა და მე ძალიან იცით როგორ არ მომწონს, ოდესაც შობლების დიან შვილებს იმ ნარატივით რომ აი შენ ფულს იშოვი და მაგარი ტიპი ხარ უკვე მაგით. აი ისრაელს ვახსენებ ხშირად კიდე ისრაელში როგორ ზრდიან. აი ეს არის ძალიან მაგრად დიდი კომპლიმენტები მათ ამ მიმართულებით. რომ შენი ქვეყნისთვის რა შეგიძლია გააკეთო. ანუ პირველ რიგში აი როგორც ჯონ კენედიმ თქვა რომ მთავრობას კი ნუ ეკითხებით რა უშუალოდ თქვენ თავებს კითხეთ რა შეგიძლია თქვენი ქვეყნისთვის გააკეთო. ანუ მე ამ ნარატივით ვარ ოჯახში გაზრდილი მამა ჩემისგან დედა ჩემის ამ ნარატივით რომ ჩემი წარმატების ინდიკატორი არის რომ მე ჩემი ცოდნით ჩემ ქვეყანას რას გავუკეთებ თორე ეხა არა ენაცვალოს თავი ჩემი იმ ადამიანს რომელიც ეხა კაცო ზოგისთვის მარტო ფულია სიმდიდრე ამ ცხოვრებაში რაღაც მაგრამ არ მესმის არსი რა არის ცხოვრების ვიღაცას აი ქრისტიანობაში შესანიშნავი რამ გვაქვს სიყვარული არის გაზიარებული რამ ან სიყვარული ვერ იქნება მაგალითად თვითმყოფადი რამე რომ მე მიყვარს ჩემი თავი ეს არის ეგოიზმი სიყვარული არის გაზიარებული რამ ამიტომ მე მჯერა რომ ჩემთვის წარმატება არ არის მხოლოდ მე რას მივაღწია მე არ ვთვლი თავს წარმატებულად მე შეიძლება რაღაცები ბევრი გამომწერი მოვაგროვე რაღაცა ხალხის ყურე ეს არაა წარმატება ჩემთვის წარმატება არის რომ აი საქართველოსთვის რას გავაკეთებ მე რომ ღირებულებას რა შევქნი მე მომავალი თაობისთვის და ზოგადად ჩემი ერისთვის იმიტომ რომ ამაზე ხალხი კვდებოდა და მე ხა კომფორტში ზონაში გამოვიდე და ხალხს ყვავარი რომ ეს წარმატება და ჩემ დონემდე მოდი ეს არ არის. უბრალოდ კაი ვეხმარები ჩემთას ოკეი რაც კარგი რაღაც მოხდა, მაგრამ დიდი ბრძოლები წინ ველოდება და ხო, ანუ შენი მიზანიც რეალურად აი ეს უნდა ვიდეოების ჩემი ცნობიერება იწყება იმ აღქმიდან ბავშვობაში ერთხელ გადიოდა ფილმი. ისიც გჯერა მოკლედ იმას აუცილებლად. კი, ზუსტად. აბსოლუტურად. პოლიტიკური მიზნები მაქვს ზოგადად ცხოვრებაში და უბრალოდ დღეს პოლიტიკა არის ყველგან. უბრალოდ და ჩემი პოლიტიკური პლატფორმა არის ეს თორე ხა მე პარლამენტში არ ვზივარ და ქართულ ოცნებაში მართლა არ ვარ. იმის დამიხარებოთ რომ ზემოდან ხარს უჭერ და ამას არც მომირიდება და ვიტყვი კაცო, იმიტომ რომ აბსოლუტურად რაც საქართველოს ამჟამად ჭირდებოდა, ეს მტერს მოწონს არ მოწონს, უნდა ამის მოსმენა არ უნდა, ეს იყო აბსოლუტურად სწორი პოზიცია. მე კიდევ ერთხელ მივარებ, ნებისმიერი სხვა რო ყოფილიყო, კაცო მნიშვნელობა არ აქვს, ვინც ამ გზას აირჩევდა, აბსოლუტურად დაუჭერდი მე მას ხარს. იმიტომ რომ მე ამოვდივარ არა ჩემი ინტერესები და როგორც წეგამთ, გამოვდივარ ქვეყანას რა ჭირდება. და ეხლა მე თუ ამოვედი და ვიღაცას იმის გამო დაუკარი ტიში რომ ვახ ესენი უფრო მეც მიხდიან, ეხლა თორე დასავი იქაური ენჯოები რო ფულს იხდიან. აი მართლა არ დაესიზმროს დღეს ახლა რამოდენიმეა ეგეთი NGO მათი წარმომადგენელი და ამ ბოლო თვეებში ახაც ახალი ქონებები დეგენ შეიძინეს და მე მართლა კითხვა დავსი ჩემი ვიდეოდანაც გავაშხერე ესეთ რუსეთში არსებობს ხო მაგათ ხო ჯერათ რუსეთში ცხოვრობენ დიქტატურაში და ჩრდილოეთ კორეაში როგორ შეძლეს ეს ყველაფერი ანუ შეძლეს იმის ხარჯზე რომ დარმავოი ფული მისდით იქიდან ოღონდ შენ უნდა იცეკვა მათ დაკრულზე რაც შემთვის არის სამშობლოს ღალატი იმიტომ რომ ვიცი რომ ეს საქართველოს დაღუპავს. ამიტომ მე პრობლემა არ მაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ იმეორებ, კომფორტის ზონაში არ მიყვარს ყოფნა. ეს ბრძოლებად არ ვთვლი, იმის დამიხაროთ ძალიან მძიმე ბრძოლები გადავიდანე, მთელი ბრძოლები წინ მელოდება ცხოვრებაში წინ და აბსოლუტურად სადვარ, იმიტომ რომ ჩემი წინაპრები მაგისტრის ყდებოდნენ ახლა და მე არაფრით მეტი არ გავჩენილო რამ ცხოვრებაში და არც რავი ნიშანი არ მქონია რომ შენ არ უნდა გქონდეს. და ესეთი იმით უყურებ რა შეხედულებით უყურებ და ვიცით რა არის ყველაზე დიდი მე მიყვარს ყველაზე მეტად გულწრფელობა ზოგადად გულწრფელობა სხვასთან არის შენ თავთან უნდა იყო პირველ რიგში ეს არის იმიტომ რომ ადამიანს ვერ დააჯერებ რაღაცას თუ შენ არ გწამს პირველ რიგში ეს არ არის ფეიკი მაგალითად ერთი დღე გამოხვიდე და ესე თქვა და ესე იყოს ხო და როდესაც ეს ღირებულებათა კრედო მაქვს ჩამოყალიბებული საკუთარ თავში რომ დიდი არჩევანი მე საქართველოში არ მაქვს იმიტომ რომ სამწუხაროდ საქართველო პატარა ქვეყანაა საქართველოს არ აქვს ის ეკონომიკური მდგომარეობა რაც იდეაში დიდ ქვეყნებს აქვს არც ის სამხედრო მდგომარეობა ანუ უფრო მეტი ტკივილის გადაწანა უწევს რომ ქართველი იყო არა პრობლემას არ წარმოადგენს იმიტომ რომ მე მჯერა რომ ღმერთი ადამიანს არ მიატოვებს და ღმერთი არ მიატოვებს ქართველს და არ მიატოვებს საქართველოს იმიტომ რომ ყოველთვის ასე ხდებოდა რა მდგომარეობაში შენ არ უნდა ყოფილიყავით ყოველთვის არსებობდა ვითიც ღმერთი ყოველთვის მოქმედებდა საქართველოში და ამის რწმენა გამოჩნია მე დანარჩენი პრობლემა არ არის რა და ზოგადად ოპტიმისტურად ხარ ხო განწყობილი ძალიან ოპტიმისტურად მათ შორის აიცით რა არის როგორ მომხნევებ აი ნებისმიერ დეპრესიაში მყოფ ადამიანს ანამე პრობლემა აქვს აი ერთი რამე ადამიანი არის ერთადერთი ცხოველი ებჭყალებში რა თქმა უნდა გაგებით რომელმაც იცის რომ უნდა მოკვდეს ოდესღაც მოკვდება ანუ ის არის ის კატამ ძაღლმა მაგალითად ადამიანმა ანუ რაღაცები არსებობს რასაც უბრალოდ ვერ შეაჩერებ ადამიანი რაღაცა უნდა მოხდეს უეჭველი ამიტომ მე ესეთი ფილოსოფია მაქვს გამჭდარი რომ ჯობია იბრძოლო საუკეთესოსთვის
იმიტომ რომ მაინც შენ ვერ გადარჩებ, აი ბოლოს ხო იცით, ბოლოს მაინც ციკლი რეკავს, მაინც ჩამოდისო. ამიტომ მე მჯერა იმის რომ ამ ბრძოლაში, როდესაც შენ მონაგარს სიბერეში გადახედავ, რომ შენ ეს გზა გაიარე, ხო? მოსაყოლი უნდა კონდეს რეალურად ისტორია რა და მართლა არაფერი არ არის ამ ქვეყანას ამარადიული. საერთოდ სანამ ჩვენი მოვალეობა, რიგითი ადამიანების ქრისტიანის მოვალეობა არის მუდმივი ბრძოლა, მაგალითად SS რო არ ყოფილიყოს ქრისტე არ გაივლიდა, მაშინ პირდაპირ ამახლებოდა, არც ჯვარცმა იქნებოდა, არაფერი არ იქნებოდა, მაგრამ ის ტკივილი გაიარა. და ამიტომ ეს როგორც საქართველოს ისტორიას ვაიგივებ ამ ყველაფერთან, მე ვაიგივებ ჩემს ისტორიას და ვაიგივებ აბსოლუტურად ყველა ქართველის, იმიტომ რომ ეს ჩვენი მოწოდება არის შინაგანად რომ ეს ყველაფერი გავაკეთო და ოპტიმისტურად იმიტომ მოწოდებ, რომ აი ცუდი, სიმართლე გითხრათ, დღეს ცუდი აღარ მიკვირს რომ რამე ხდება. აი კაი რო ხდება, ეგ მიკვირს უკვე რომ აი დღევანდელ დროში რაღაც ვიღაცამ კაი რაღაცა გააკეთა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ძალიან მძიმე დროება არის, ბევრს ვერ უწევს ფსიქოლოგიურად ამ ყველაფერთან შეგუება, იმიტომ რომ ძალიან რთულია ამ იმასთან გამკლავება, რასაც ხალხი უძლებდა ამ ბოლო დროს განმავლობაში, მაგრამ საბოლოო ჯამში ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ძალიან ბევრი ინფორმაცია ზოგადად, რა ხა მაგალითად ყოველ დღე რო გახსნა საინფორმაციო ასე ვთქვათ სააგენტოების ნიუსები, ხო? ნახავ, რომ აი ისეთი სოფლიოში, საქართველოში არ გულის ხო მარტო სოფლიოში იმდენი რაღაცა ხდება ხოლმე, რომ უბრალოდ ტვინით ვერ ეწევა, რომ ამდენი რაღაცა არა თუ მარტო წახო, არა თუ ნახოს და წაიკითხოს და ზოგადად ვიდეოები ნახოს, არამედ ეს ყველაფერი კიდე გაანალიზოს, იმიტომ ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის ერთობლივად. ამ ყველაფრის გადამუშავება და გაანალიზება, როგორ უნდა გააკეთოს ადამიანმა და შემდეგ ეს ყველაფერი რეალურად აიღოს იქიდან რაღაცა დადება. ხალი უფრო რთულია. იმიტომ რომ თუნდაც ახალგაზრდებს საუბრობდი, ძალიან რთულია, იმიტომ რომ ყველგან TikTok-იდან აწყებული, ცოტა სერიოზული აბსოლუტურად. არავინ არ თქოს პროპაგანდა არ არის. ჩემიდან დაწყებული, ჩემიდან დაწყებული, მისული იმერხავნა ყველაფერი არის პროპაგანდა. პროპაგანდა რა არის? ანუ ინფორმაციას ამბობ და ანიჯერებ ან არა. ისე ანუ ისეთ სიტყვა დასახეს აი პროპაგანდისტი. გეგონება ის იმასთან იყო რაღაც, ანუ ინფორმაციის მასობრივი გადაცემის საშუალების ფორმა, რომელიც არის მედია, რადიო, YouTube, TikTok, ყველაფერი მაგას შეგიძლია დაარეგისტრირო როგორც მედიის მეორე ფორმა. ეხლა ძალიან საინტერესო კითხვა იყო ეს. აი მარტივ შედარებას მოვიყვან 1890 წელს დაბადებულის, ანუ ყველაზე ყველაზე გიჟი რომელიც იყო მაშინ, რომელსაც სულიდნენ. დღეს იწოდება ნორმალურად უკვე რა. ანუ იმდენად აქ ფსიქიკა, კაცობრიობა ზოგადად შერყეული, რომ მაგალითად ეხა ეს ადამიანი მაგალითად იმ სამყაროში რო გადაიყვანო, აბსოლუტურად ვერ წაიკითხავს აბსოლუტურად იქ ყველაფერი, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა ჩათვლია ვიდრე დღეს. იმიტომ რომ მაგ პერიოდში, როდესაც წინა საუკუნეებში, განსაკუთრებით მოდი ვთქვათ მე-19 საუკუნე, მე-20-ის დასაწყის მე-19 საუკუნე, მე-20-ს შეგვიძლია ვთქვათ, რატო არა პრობლემა. ანუ შემოდიოდა ინფორმაცია შემოდიოდა დღეში, რავი, 5 წუთით შეიძლება ვთქვა, რადიოში თუ მოისმენდი მაგალითად, ან გაზეთს აიღებდი, ეგეც კვირაში ერთხელ შეიძლება ბევრი არც კითხულობდა. ანუ შენთვის ეს შოკური ინფორმაცია იყო ძალიან ნაკლები. კლიკბეიტი არ არსებობდა მე-19-20 საუკუნეში რაღაცას დაგიდე, მიდი ახლა გადახვალ მოусმენ. ახლა არ არსებობდა ეგეთი ფორმა. დღეს იცოცხლე YouTube, TikTok-ი ყველა მაგით ცოცხლობს. ანუ დღევანდელი ადამიანის ფსიქიკა არის ნორმალური მისაწოდები. არ დაგავიწყოს ასაბო. ანუ თან ახლა ხელოვნური ინტელექტით დაემატა. ხელოვნური ინტელექტი საერთოდ, ხელოვნური ინტელექტი არის მე ხარ რომელიც ხა ChatGPT-ის და იმის მომხმარებელი ვარ, მე თვითონ იმის გროკისაც, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ პრობლემა ხელოვნური ინტელექტი არა, პრობლემა არის ადამიანი, რომელიც ხელოვნური ინტელექტს იკავებს. არა აუთენტურად, არასწორი, ხა თავი მოიკლა ვიღაც გოგომ ხელოვნური ინტელექტს ელაპარაკებოდა, ხა და ChatGPT რაც არ უნდა შენ ცდილობდე, მაგას არ გაგაკეთებინებს, იმიტომ რომ ეგრეა თვითონ მოწყობილი მატრიცა, მაგრამ იმ არა კითხვა ხა რომ ის კი არ უთხრა რომ თავის მოკლას ვაპირებო რა და გზები მირჩიო იმან უთხრა გაიგე და ამ ChatGPT-მ ეგრევე უთხრა რომ ეგეთ ინფორმაციის გაცემის უფლება მაგას ეგრეა მოწყობილი ვარ გეტყვის. მაგრამ იმ არა გააკეთა, მაშინ ფილმის სცენარიუსი სჭირდებაო. და ეხა ამა რა იცის ეხა ხო ეხა როგორ ვირეში მეკულობდა და ესეთი კატასტროფულ შედეგამდე მივიდა. ანუ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ აი ზოგადად ფული არ არის ბოროტება. ადამიანი ფულს როგორ იყენებს მაგას აქ დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ აი ძალიან არ მიყვარს იცით როგორ რაღაცების დაკნინება ამ ცხოვრებაში უპრაგონოთ, რომ ვიცი რომ ადამიანის ბრალია და ბრალდება მაგალითად მობილურს, ბრალდება ChatGPT-ს, ბრალდება მაგალითად კამერას. ანუ ადამიანი შენ გონებაში შენ როგორ გამოიყენებ მაგას არის აბსოლუტურად შენზე დამოკიდებული. ის სხვა რაღაცა ღმერთი ფულსაც ფული შეიძლება კაი საქმისთვის გააკეთო, ასევე შეიძლება ცუდი საქმისთვის, მობილური შეიძლება კაისთვის გააკეთო, ცუდისთვის და ანუ მე თვლი ესეთ რამეს და ეს მგონია რომ ყოველთვის უნდა არსებობდეს ბალანსი სამყაროში.
როგორც ატომური ბომბი ერთ ქვეყანას რო არ უნდა ქონოდა და საბჭოთა კავშირის აღმოჩენა, იმიტომ რომ ძალთა ბალანსი წარმოიქმნა ბუნებრივად, იმიტომ რომ მე არ გესურვ თუ შენ გესურვე, ასე უნდა იყოს ყველაფერში ხელოვნურ ინტელექტშიც. ხელოვნურ ინტელექტში, რა თქმა უნდა, არსებობენ მაგალითად ახლა ილონ მასკი, რომელიც მე მევასება, რომელიც აბსოლუტურად ორიენტირებულია, რომელიც არ შეედრება ChatGPT-ს და მაგალითად განსაკუთრებით Google-ის ხელოვნურ ინტელექტი, რომელიც მისი ლარი პეიჯი არის, ჩემს ეშმაკი, მოსიარულე ეშმაკი, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტის ღმერთად შექმნა უნდა პირდაპირ ილონ მასკთან აქ ეს ყველაფერი ნალაპარაკები. ამიტომ უნდა არსებობდეს რაღაცა ყოველთვის რასაც დააბალანსებს. აი ცნობილი ფილმი ტერმინატორი რო არის, ერთი ტერმინატორი რომ ედის და კეთილი ტერმინატორი ხდება, ან ყოველთვის უნდა არსებობდეს რაღაცა რაც დააბალანსებს და ამიტომ გონია რომ დღევანდელ უფრო მეტად ფსიქიკურად შერყეული გახდება მომავალში სამწუხაროდ ადამიანი იმ გაგებით რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია შემოვა, ძალიან ბევრი ემოცია და აი რამდენად დაძლევს ადამიანის ბუნება, ეგ არის ძალიან რთული. იმიტომ რომ დღეს აი ახალგაზრდებშიც რო უყურებ, აი დედასფიცა აი გოგოები აიღე ურთიერთობა უბრალოდ შეშინებულები არიან. ანუ რაღაცების ეშინიათ. აი ძალიან მომრავლებულია დღეს ობსესურ კომპულსიური ფსიქოლოგიური რაშლილობა, მომრავლებული ახალგაზრდებში. აი რაღაცა შენთვის უნახავი რაღაცები შიშით. აი რაც არ გინახია და რაც რეალურ პრობლემას შენთვის არ წარმოადგენს. და ეს იმიტომ რომ არის ძალიან დიდი ინფორმაციული შოკი ახალგაზრდებზე. ანუ ამას არ ვამბობ რომ სიტყვაზე ვიღაცა ამას გამიზნულად აკეთებს. ანუ ზოგადად უკვე ეგეთ სამყაროში ვცხოვრობთ. იმის გარდა ვიღაცა პროპაგანდისტვის იყენებს, ცუდი პროპაგანდისტვის ამას ზოგადად ეგეთ სამყარო. დილა აი როგორი იწყება ხა დილა. ჩემი პირველი ეგრევე დილით ვიღვიძებ, ადრე ხა პირდაპირ შევდიოდი სოციალურ ქსელებში რა მოხდა. დღეს დაყენებული მაქვს ავტომატად ზარი მომდის 9 საათზე ChatGPT idi მოხდა ის მიგზავნის რა მოხდა მსოფლიოში. რა აქტუალური თემებია. მე რაღაც დამაინტერესებს ვეკითხები ამას ხმოვანივით, მე იმას მიშლის იმ თემას. მე გავიგე რომ უყურებ, მაგრამ რო შეხვიდე Facebook-ზე ან რამე, ხა Facebook-ზე მომხარებელი აღარ ვარ 2017 წელს მე. ანუ ინფორმაცია არის, ანუ პირდაპირ დაწყობილი clickbait-ზე. აი შოკი ის მოკლეს, ის გაიპარა, ის მარტო და ხა დილით ალალ მართალი ადამიანი იღვიძებ, ხა გინდა პოზიტიურად დაიწყო რაღაცა და ამ დროს იწყება დილე, ვინ მოკლეს, ვინ გაასვენეს, ვინ ისე ქონა და უკვე ცუდ ხასიათზე. უკვე ცუდ ხასიათზე იწყება და იმ დღის დაწყებული როგორი უნდა იყოს შენი შემდგომი საათებია რა და მე გარეთ რო გადიხარ უკვე ყველა ეგეთი გონია რა, უკვე საფრთხით უყურებ უკვე რა, რაღაც რო აი მე ისეთი არის იყოს, აი მაგალითად ჯვარი წერია, ვიღაცა ავარიაში მოყვა ტაქსითო, მე უკვე იმ ტაქსში დაჭდო მის გეშინია ასე თქვა იქ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, იქ იმით ამიტომ იცით რა არის, ანუ ეს უკვე არის თანამედროვე ინფორმაციონალიზმის ეპოქის ბრალი რა, ანუ აქ ხა ადამიანი ვერ გავექცევით, იმიტომ რომ ხო გამოქვაბულში ხო მეტი და მეტი. აი წარმოგიდგენთ არ არსებობდა წინა სამყაროში მაგალითად თავდაცვის საშუალებები. აი მაგალითად არსებობდა საიდუმლო პაროლები, მაგრამ დღეს პაროლები შეიძლება იცოდე რაღაცეის, მაგრამ იქ არსებობს two-step verification, სახის ანალიზი, რავი, ბიომეტრიული რამ უამრავი ანუ უსაფრთხოება, რომელიც ძალიან მაგრა დავამოყამე ბოლო წლებში განსაკუთრებით, ოდესაც არხები გაქვს და ეგეთი რამე, რომ უსაფრთხოება უნდა იცოდე, რომ დევაისები როგორ გაანაწილო, თავდაცვა როგორ დააყენო, ბიომეტრიულები რაღაცები, რომ ანუ არ არსებობდა ეს გამოწვევა, დღეს გაქვს ეგ გამოწვევა. აი მაგალითად საბანკო ანგარიშებზე ფიშინგები, ანტიფიშინგი რო ვიღაცა არ დაგაგოიმოს, რომ ფულის არ ჩაგარიცხინო სიტყვაზე კოლ ცენტრების ხარპლი არ გახდე და რაღაცები და ანუ გამოწვევები რაც არ არსებობდა დღეს არსებობს და დღეს არსებობს რომ შეგიძლია ყველაფერი ერთ მობილურში ქონდეს, ერთ სივრცეში კომპიუტერში ქონდეს და აქედან აკონტროლოთ შეგრა მთელი იმპერია მაგალითად რავი აწყო მთელი საინფორმაციო ბაზა YouTube ეგრე არ არის, ეხა ორი კომპიუტერი მიდგას, ორი მონიტორი და всё ეგ არის და ეხა იქ რომ მიხვიდე მედია პლატფორმები რაც არის, ხო, იქ არის უკვე კომპანია, უკვე იქ არის რავი 100,000-ობით, ხო? ამიტომ დღეს გაცილებით გამარტივდა და რაც უფრო მავტირდება, თან უფრო რთულდება რაღაცები. რომ გამოწვევები სხვანაირი გაქვს ადამიანს, რომ რაღაცები წინასწარ უნდა იცოდე, მაგალითად მაგრამ ფიშინგის ხერპლი არ გახდე ადამიანი, რომ აი ვიღაცამ რაღაცები არა პირადი რაღაცები არ წაგართოს ხო სიტყვაზე და დღეს ამას ამოღავენ ადამიანი. დღეს ამას ხვდები მომავალში უკვე უფრო დაიხვეწება ეს ყველაფერი, მაგრამ თან უნდა ვიცოდეთ ეს ყველაფერი, რომ შენ თუ ეს ტექნიკა არ განავითარე, რომ ვიღაცა შეიძლება რაღაცაზე წამოაგონ მე მომავალში და რაღაცები კულტურულად თქო დაახიონ რაღაცები და ამიტომ ინფორმაციონალიზმის ეპოქაში მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოებაზე მნიშვნელობა. ეს უნდა იცოდეს, მე შორის იმ ადამიანებს ურჩევ, ვინც ინტერნეტში აპირებენ მოღვაწეობას ნებისმიერ პლატფორმაზე, არათუ შეიძლება არ მონაწილეობდე, კაცო საბანკო ანგარიშები როგორ დაიცვა, ვინა რეალური, არარეალურისგან როგორ გაარჩიო და ეს მნიშვნელოვანია რა და ადამიანს ჭირდება მომავალში. წარსულში არ იყო კაცო ქეში ჩაიდებდი და მიიტანეს სახში და ვსო იყო რა. საინტერესო საკითხებს ეხები ზოგადად რა თქმა უნდა შენ ვიდეოებში და მაგრამ აი ბოლო დროს განვითარებული ასე ვთქვა ძალიან ესეთი შეთქმულების თეორიებიდან
რეალობაში გადმოტანილი ეფშტეინი ხო ანუ აი ეს იმიტომ რომ მე მგონი ყოველ დღე ნიუსი იმდენად აქტუალური იყო რომ ხო ანუ რაღაცა ყოველ დღე იდება ახალი და შენ აქტიურად აშუქებ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა და იცი რა მოდი ვისაუბროთ ზოგადად რა ხდება ამ კუთხით და შენი მოსაზრებები ვიცი ვიდეოდან მაგრამ აქაც დავაფიქსიროთ აი მე ერთი ის მაინტერესებს ახლა ეფშტეინი ალბათ ხალხმა რა ვიცი იცის ხო თუ არა ერთი ორი სიტყვით თქვა და ხო სამწუხაროდ და მაგრამ აი რატომ მოხდა მისი ასე ვთქვათ ამ ფაილების გამოქვეყნება და ზოგადად ვის აწყობდა ვის არ აწყობდა ძალიან საინტერესო საკითხია ჯეფრი ეფშტეინი ჩემი ზღარბარწმენით იყო აგენტი ერთ-ერთი ქვეყნის მოდიო ქვეყნების აღარ დავკონკრეტები ერთ-ერთი ქვეყნის აგენტი რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული ისეთი რაღაც რომ უნდა შესულიყო გავლენიანი ადამიანების ცხოვრებაში. ვინაიდან და რადგანაც ჯეფრი ეფშტეინი მოღვაწეობს საკუთარი რიტუალური კუნძულით 90-იანი წლებიდან დაახლოებით 2008 წლამდე 2000-ში პირველად დაიჭირეს. მე მეტი არა ჩემი არ შეუწყვეტია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნაკლებად იყო უფრო. ანუ მიზნად ისახავდა ამ გარკვეული სახის ელიტარული კლუბის ჩამოყალიბებას. ოღონდ თან ეს გაითვალისწინეთ ის დრო არის, როდესაც არ არსებობს ინსტაგრამი, რაღაც ფეისბუქები ეგენი, რომ აი მაგალითად ვიღაცა ხო ნახეთ ის კადრები რო გავცელა და პრინსი ენდრიუ როგორ ეხუტება არასოწლოვან გოგოს ეხა და სურათები დუღებენ რა და ისინი როგორ აქვთ იცი ანუ გაკეთებული რომ ამას ეგონა რომ შინაურული წრი არა ეხა სად დაადებ ეხა რომელი წელია 95 წელი ეხა ვინ დაადებს ამას ხო მე მინდა ხო კითხო მაგაზე უფრო აი რატო იგებდნენ ხო და ეს არის ეგ და მაგას ძალიან მაგარი ახსნა კი ძალიან მაგარი ჩვეულებრივი ადამიანი ხვდება მე მგონი რომ რაღაცა ცოტა ისეთ სიტუაცია თუ არის არ უნდა გადაიღოს იქ ფოტო და ეს და იყოს ცოტა ფრთხილად რომ შეიძლება შანტაჟით ეხა ესეთი ცნობილი და რა ვიცი გავლენიანი ხალხი ესეთი შტერი რანაირად ანუ შტერები არ არიან საქმეზე გარი რომ ანუ ერთი შეხედვით შეიძლება ვიღაცა მიფიქროს თქო რომ აი ჩაუგდეს ეს ხელში ეს ხო თან იამონად კამერით განშასაიდუმლო კამერით იმენა იღებენ და სურათებს რა და თემა რა არის მაგრამ ძალიან საინტერესო რამე ჯეფრი ეფშტეინი პრაიმში იყო როდესაც იყო ბილ კლინტონი ამერიკის პრეზიდენტი ბილ კლინტონი მერე პრეზიდენტობის თანამდებობიდან რო გადადგა მალევე მაშინაც ხა ტრამპის ხა მე არ ჯერო ტრამპი ხა პედოფილი ან რამე ეგეთი არ ჯერა მე მაგრამ არ ვიცი უბრალოდ მე არ ჯერა მაგრამ ის რომ დღეს ხელს აფარებს მაგაში დარწმუნებულად ჩემთვის ეს დანაშაულის გარ არ ანთავისუფლებს ადამიანს ელიტა ვინებიც იყვნენ და ბილ კლინტონები ანუ ვინებიც ახლა რესპუბლიკელები შიგნით არსებობენ ადამიანები რომლებიც ჯეფრი ეფშტეინის ფაილებში არიან და მათზე არანაირი გამოძიება არ დაწყებული ეს მინისტრს და ვიზე წარმომადგენელთა პალატაში არიან კონგრესში ზიან და ეგ ხალხი რომლებიც პირდაპირ ანუ მტკიცებულები არსებობს მაგრამ ვერ მიდიან მაგამდე სხვათა შორის ვინც გამოქვეყნა ეგ ფაილები მაგან დაწერა X-ზე ახლა ამას წინათ რომ მე არ ვარ სუიციდალურიო თავს მე არ მოვიკლავო არც სხვაში ანუ წინასწარ ალიbi შეიქმნა იმის რომ მე თუ მომკლეს ანუ ვიღაცამ დამრიდა მე არ მოვიკლავო რა თავს ეს კაი ტექნიკაა ბევრი იყენებს ამას სხვათა შორის ეხა უყურეთ რა ხდება მან როდესაც ეს ელიტარული ხალხია მან დიკრიფებოდა მე რატომ გონია რომ ეს ყველაფერი ნამდვილად რეალურია რა სურათებიც ის არის ბილ კლინტონი ამ ხელ ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი აგერ ბრიტანული იქიდან ოჯახიდან იყო პრინსი ენდრიუ პოპ ვარსკვლავიდან მაიკლ ჯექსონი კინოინდუსტრიიდან კევინ სპეისი და ეგენი ეს ხალხი ერთად ზის ან ვინებსაც მიყავთ აბსოლუტურად მეინსტრიმი სამყაროში რა კულტურულად პოლიტიკურად ეკონომიკურად ანუ მაგათ გონია რომ აქვთ და სხვათა შორის ადამიანს ანევასება აი განდიდების ისენი მანიები და განსაკუთრებით აი სურათის თემაც ძალიან საინტერესო რომ აი პრაიმში შეიგრძნო რაღაცებს რა აი ნიღბებსაც ადამიანები რო იყენებენ რაღაც გარკვეული რიტუალებისთვის სახეს ფარავენ იმიტომ კი არ მართლა ვინმე ემალებიან რომ ეს არის საკუთარი პირადული იდენტობის დამალვა დროებით იმისათვის რომ ფსიქოლოგიურად გააკეთოს რომ ვითომ დანაშაული გადაანაწილოს ხებზე ამ შემთხვევაში როდესაც სოციალური ქსელები არ არსებობს ანუ ადამიანებს არ ადარდებთ რა უნდა გამომიქვეყნონ მე ძალაუფლება ჩემ ხელშია ყველაფერს მე ვაკონტროლებ სად არის ეხა ვიღაც იუთუბერი გამოვიდა რამე სიტყვის ეგრე ხო არ არის ეგ ის დრო არის კიდევ ერთხელ მე ეგენი არ ხდება და ეხა ეფშტეინი იყო დობით აღჭურვილი პირი ძალიან დობით აღჭურვილი პირი იმიტომ რომ მან კონსულზე შენ სანამწახულ როგორ უნდა ენდობოდი ადამიანი თქვენ წარმოგიდგენიათ ეხა თან სურათები გადაიღო მე პლუს და იცი რომ ჯეფრი ეფშტეინს აქ შეხება ყველა გავლენიან ფიგურასთან ვინც არის ანუ მათზე მაღლა არავინ დგანა ანუ ძალიან მარტივი რაღაცა ეხა მე რო მაგალითად ხდებოდა ამერიკის პრეზიდენტს ეხა და ჭამდეთ ერთად ხინკალს და რაღაც ცოტა არაეთიკურად რო უჭამდე ამ ყველაფერს ანუ და რომ მითხას ეხა ტრამპის ადმინისტრაციას სურათს გადაგიღებ რავი ეხა იმას ხო არ ვეტყვი ხა სურათი არ გადამიღო მოიცა მოვიწმინონ რამე ხო ანუ ჩვეულებრივად გააკეთე მაგას ტრამპზე მაღლა ვინ დგას ეხა ვინ გეტყვის ხო ეხა სიტყვაზე რომ ხვალ ვინ დადგება ეხა ვინ გამოგიჭენებს ამ სურათებს ეხა ხო არა გაქვს მაგის და ეს ეგ პერიოდი კიდევ რომ ეგენი არ არსებობს თან ხო ანუ ფიქრობ რომ სოციალური ქსელები რადგან არ არსებობდა ამ შემთხვევაში ხალხის დობის ის ათანერი кайფობდნენ მაგ კადრებს იღებდნენ სპეციალურად აკეთებდნენ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც
რაც გვავიწყდება კიდე ერთი ფაქტი, რომ ავის ვიდეოზე აღბეჭდა სურათები არა, ვიდეოებია კიდე, რომელიც ეხლა უნდა გამოაქვეყნო და ეხლა ნახეთ თელი ამბები ეხლა 40%-ია ჯერ გამოქვეყნებული. კი, იმიტომ რომ ის ადამიანი იუსტიციის სამინისტროს აქ ეხლა გადაცემული ეგ ინფორმაცია და მე აქ ვაკავშირებ ისეთ თემებს, რომ დამოკიდებულია ყველაფერი ამერიკა ირანთან ომს დაიწყეს თუ არა, იმიტომ რომ ის ხალხი, ვინებსაც უნდათ რომ ეს გამოაშკარავონ, იმიტომაც დაემთხვა ტრამპმა, რომ ირანს არ დაარტყა, ეხლა ტრამპს გამოუქვეყნეს ეს ყველაფერი. და დავიმახსოვდეს ამერიკა მართლა ერთი კაცის ხელში არა იქცალა უფლება. ანუ იქ შეიძლება იუსტიციის სახმა ისეთ ინფორმაციები და მისი ხელმოწერით გამოქვეყნა რეალურად. მისი ხელმოწერით გამოქვეყნა, მაგრამ მე რა აღმოჩნდა, ტრამპი არ იყო გაცნობელი მაგ ფაქტს. ტრამპ ისიც არის ის თვითონ რომ შიგნით ამ ყველაფერში იყო. ტრამპს ჰქონდა ეპშტეინის ფაილებს მასაც რაც ცნობდა, თურმე იყო ეს კონკრეტული დროის და საუბარი იყო დაახლოებით 2018-დან 2017 წლამდე. მაგამდე არა ეგ ინფორმაციები არ იყო გამოქვეყნებული. თვითონ ტრამპმაც არ იცოდა. ტრამპი ბევრ რაღაცას წინასარჩევნოთ ეხა თელი ამერიკის ისენი მაქვს მაგის თავიდან ბოლომდე რალები მოსმენელი. ამბობდა რომ აი JF Kennedy-ს კვლელობასაც გამოაქვეყნებთ რაღაცა და რაღაც გამოაქვეყნეს, სადაც წაკორი წერია მოსადიო რა ისრაელის სპეცსამსავალე წაკორი წერია რაღაცა ამაზე აიწყო ახალი თეორიები ხა. მაგრამ ეს ტრამპ არ იცოდა ის რომ მოსადი ეწერა. აი უბედურება. აი იცით რა არის ერთ რამეს უნდა შევდახვდეთ ყველა ადამიანები რომ ადამიანები ვართ მაინც რა. აი ვიღაცა ხა პოპულისტურ განცხადებას ტრამპს ევასება პოპულისტური განცხადებები თან ტრამპი მეც მევასება ხა დემოკრატებს მირჩევნია თქო უნდა მაგრამ აი ვიცი რა არის მისი მინუსები. აი რაღაც დაპირებას ემუნება ხალხს და თვითონ არის ის რა არის რეალურად შიგნით რა წერია. აი ხა მაგალითად უცხო პლანეტელების ვიდეო კაკრას მაგაზე დავდა ეხა უცხო პლანეტელების თემის გამოშკარავება უნდათ რა. ხო და ამიტომ სწორედაც ამ რო არიცოდა რომ გამოუქვეყნეს იქ თელი ამბები გაიხსნა იქ რაღაცა ის იმასთან იყო ტრამპაც ხა რა იცის ეხა ტრამპის ხონა ნიუ-იორკში შეხება ბიზნეს ეპშტეინთან. მე არ მჭირა ხა მე მაგას ვუარდასწორებ რომ ტრამპი კონსულზე დადიოდა ეგეთ მე არ მჭირა უბრალოდ რომ შეიძლება ეგეთ წამოვიდეს ეგეთი რამე მაგრამ ის თემები რომ მაგათ აქვს კიდე შიდა დაპირისპირება დემოკრატებთან იქ ბილ კლინტონი რო ფიგურირებს იქ რომელიც დემოკრატები არიან და ეგენი აი აქ წავიდა უკვე ბრძოლა იმიტომ რომ იუსტიციის სახში როგორც დემოკრატები ზიან ასევე რესპუბლიკელები აი მანდ მიდის უკვე ნადირობა აი ფსონების დადება შენ ამას დადებ მე ამას დაგიდებ და ეჭვს არ შეგებაროთ რომ ვიდეოების გავრცელდება რომელიც იქნება კატასტროფულად არაეთიკური იმიტომ რომ მანდ რაებსაც აკეთებდნენ ეს არ იყო მხოლოდ ის საშინელი აქტი, რომელიც არასრულწლოვნების მიმართ აკეთებდნენ. აქ საუბარია ბაფომეტისა და მოლოხისა და იმის მსხვერპლ შეწირვებზე და ძალიან მაგარი ინფორმაცია არ ვიცი გაიგე თუ არა მეც ახლა ხანს გავიკესო სიკვდილამდე სანამ ციხეში დაიჭერდნენ ეფსტეინს მაგამდე ძალიან დიდი ფულია გადახდილი გოგირდ ჟავაში რომელიც არის ძალიან დიდი ფული მილიონებია გადახდილი იმისათვის რომ ძვლებიც გაანადგურო ადამიანის ძვლებიც არ დატოვო რომელიც იყო მაგ კონსოლზე გატანილი ანუ საუბარი გვაქვს იმაზე და თეორია იმის შესახებ რომ არსებობს ძალიან ბევრი მკვდარი მსხვერპლ შეწირის შედეგად რომელიც იყვნენ დიდი არასრულწლოვნები როგორც დიდები ასევე არასრულწლოვნები და სპეციალურად მოქრა მათი ალიკვალის გაქრობა აბსოლუტურად და ამაშია ფული გადახდილი. აი ეს ილონ მასკმა გააზიარა საკუთარ იმაზე რა ქვია სოციალურ ქსელზე. ეხლა 3 მილიონ 500,000 ფაილია მე მგონი თუ რაღაც ხო მაგედან ოღონდ როგორ არის აი ეხლა ამ ხელა ინფორმაციის ასე ვთქვათ ძალიან რთულია ალბათ თან რა არის ამ ინფორმაციაში როგორც ამბობენ ძალიან ბევრი რაღაცა დაფარულია და რეალურად ხო ანუ ბლანკებია დობს ყველაფერი შავი რომ მაგალითად ვინ ვის უგზავნის ვერ გაიგებ იმიტომ რომ მაგრამ თემა რა არის იცით რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციები რა არის აქ რაც არის გამოქვეყნებული ხო ყველაზე მეტი მნიშვნელოვანი რაც უნდა გამოქვეყნდეს არის არა ეხლა რაც არის ჯერ და მე რაც უნდა გამოქვეყნდეს ყველა ეხლა რაც არის ბილ კლინტონი ყველაზე ეხ ბილ კლინტონი დაბარებულია ამერიკის იმაში რა ქვია სასამართლოშია დაბარებული ბილ კლინტონს ჯეფ ეფსტეინის გარდა ქონდა სხვა ისინი რა ქვია გახმაურებული სკანდალები მაგალითად ეხა თეთრ სახლში საკუთარ დივანთან რაღაც იმებით იყო და საქმეებით იყო დაკავებული და გამოვიდა ეთერში და თქვა რომ მე მართლა მქონდა ჩემ ცოლი რო ყავდა თან და ამერიკის პრეზიდენტს ქონდა დივანთან თეთრ ოვალურ კაბინეტში და ამაზე აღიარა და ამაზე არანაირი სიცხული არ ქონდა სანამ ეფშტეინის საქმეები მოხდებოდა აქამდე მოვიდოდით ბლინკდონი მაგამდე იყო კიდე მხილებული პედოფილიაში და იმაში რომელზეც არსებობდა რომ აი ვიღაც გოგოების შევიწროება ვიდეოები არის რომ რაღაც არა როგორც პრინც ენდრიუზეც როგორც პრინც ენდრიუსე პრინც ენდრიუ აი მე მგონია რომ პრინც ენდრიუ არის ყველაზე რადიკალი პედოფილი ვინც კი არსებობს მან და და ბილ კლინტონის რო არ არის იმიტომ რომ ფსიქოპატის სახე აქ ახლა ბოლო სურათები რო გავცელა პრინც ენდრიუს რომელიც დაბარებული ყავდა იმას რა ქვია ლონდონის იმაში და ბრიტანეთში დაიბარეს იმაში ნახევარ საათში განთავისუფლეს რა ფორმალობა მქონა ალბათ იმიტომ რომ იმით სპეკულირებს რომ მისი ძმა მეფეა რა ქვეყანას ჩარლზ მესამე ხო და მე მგონია და ესეთი აზრი გამაჩნია ყველაზე მნიშვნელოვანი ჯერ კიდევ წინ არის რომელიც გამოქვეყნდება იქამდე გააჩნია ამერიკა რას იზავს ირანთან რომ ირანის ისრაელი არის ირანის ტერიტორია აქ არის პოლიტიკური აქ ძალიან ქსელია აქ ახლა ბოლოს რო შევიდე ძალიან დიდ ხანს გაგვიწერება ამას საუბარი
მე მჯერა რომ დაკომპრომიტირებული ამერიკის სამშობლოებრივი მთავრობა ეპშტეინის ფაილებით და ვიღაცა ვინც ჭკვიანმა ვინც ეს თავის დროზე გააკეთა რომ ეპშტეინი არაფერს წარმოადგენდა 90-იან წლებამდე უცებ მილიარდელი ხდება და რაღაც ბლეფებით იგებს რა ქვია იმაზე რა ქვია ნიუ-იორკში იგებს რაღაც ბირჟებით და იმებით და ტრეიდინგი და იმით რაღაც აქციებით ფულს და მილიარდელი ხდება და უცებ ახლა ფოტოების რო გავრცელდა რომ ნიუ-იორკის ახალი მერიც პატარა ეგ მე მგონი ფეიკია მე მგონი მაგაზე რამდენად მაგას ვერ დავადასტურებ მაგ ინფორმაციას მაგრამ არ გამიკვირდება ეგ უარესია რომ არ გამიკვირდება მაგას შემთხვევაში აქტიურად კი ხა იცით რა არის როგორი თემა არის ხა მან კიდე ბევრი გამოუძიებელი რამე ჯერ თვითონ არიციან ბევრი ეგრე მელანია ტრამპზე მიდის საერთოდ ეგ კუნძულიდან ყავს ტრამპს შემოყვანილიო და სიმართლე რო გაინტერესებს ხა ეგ გამიკვირდება არც ეგ არ გამიკვირდება იმიტომ რომ ანუ ტიპები ანუ როგორ არიან ხა აწყობილი რა ანუ მდიდარის შვილი პოლიტიკოსი გავლენის შვილი მდიდარი უნდა მოიყვანოს სოლად და მდიდარი მოიყვანოს ის ვინ გააკარებენ ეგ ფილმებში და სერიალებში რო გაქვს ვიღაცა ვარდი წიგნებით ხელში რომ მიდინა წიგნები რო დავუვარდება რო წამოაყენებს და რა მე ვიცნობ იქ ეგრეა გაწერილი ყველაფერი მაგალითად ეპშტეინიც ეგრე არისო რაღაც ეპშტეინი ჟიზელი მაქსველი ჟიზე ეხა ის რო იყო ჟიზელი მაქსველი მისი მარჯვენა ხელი ვინც თავარი მამაშა იყო მაგ ყველაფრის ეხა ეგ ფედერალურ ციხეში ზის და დიდი ალბათობით გაბრუებულია წამლებით ეხა მაგის მოკლა ეგეთი ის ეგრევე გაიფაქტავენ რომ უეჭველი მოკლულია ჯერ ეპშტეინის ფიქრობ შენ რომ თავი მოკლეს ეგ არის უეჭველი იმიტომ რომ კადრები ოფიციალური კამერიდან არის ვიდეო ჩანაწერიდან გამქრალი რა ხდებოდა მაგამდე სანამ ვიღაცა მათ შევიდოდა და ჯერ ხომ მოკლულია და არის ეხა მეორე თეორია კიდე უფრო ეხა მე მაგის მტკიცებას ვერ დავიწყებ მაგრამ არის თეორია თვითონ გააკეთა ეგ ყველაფერი იმისათვის რომ და მე რატომღაც სიმართლე გითხრათ, ანუ მართლა არ დავმალავ ამ თეორიის არსებობის ავთენტურობას, რომ ტიპს რომელსაც წარმოუდგენლად დიდი ფული და გავლენები აქვს, ესე ადგე ააყუდო კედელთან და ყველაფერი მას შეაწმინდო. ნაკლებად გონე მე არ გამორიცხავ იმ თეორიას რომ ეპშტეინი შეიძლება ცოცხალია უბრალოდ აბსოლუტურად გადაკეთებული რაღაცები და სიკვდილად დადგმული. ტერენს სტედმანის ამბავი გაქცევა ისეც რანახი გაქვთ მიხვდები და აბსოლუტურად გათამაშებული და სხვა ქვეყანაში სხვა იმაში. ეს აზრიც მოსირებს. ეს აზრიც კი და ამის უფრო სიმართლე გითხრათ ნენელა რაღაცა ლოგიკას მაგ ყველაფერში ვხედავ, იმიტომ რომ ესე მარტივი არ არის რა, ეგეთი სერიოზული ხალხის ესე ადგილას ჩაწმინო მიაშურო, იმიტომ რომ ის ფაქტები ნენელა ტყდება, სერიოზული ამბები არ მგონია ყველაფერი ესე იყოს. და მეორე ხა რომელიც უნდა გასაჯაროვდეს ეგა კიდე იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბლანკების გარდა არსებობს ვიდეო ჩანაწერები რომელიც ჯერ არ გავრცელებულა ჩვენ ხედავთ მარტო სურათებს და სურათებზე უკვე კმარა ბილ კლინტონი რო წამოწოლილი და მინახე გოგოებთან და გული წამევიდა ჯერ ისე რა სანახავი და ხა მაგ კადრებში ხა რო წარმოვიდგინე არიან კიდე სერიოზული პირები რომლებიც ეხა არიან და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რამდენად ამერიკა რას გააკეთებს საგარეო პოლიტიკაში თუ ამერიკა მალე ირანთან ომს არ დაიწყებს რაც უკვე გაწერილია და ნენლად წხვება საბაბი არის ხა საჭირო რომ ეს ყველაფერი დაიწყოს დანაშაულში ყველა შემთხვევაში მგონია რომ ბოლომდე გამოაშკარავებენ და მე უკვე სერიოზული აჯანყება მოუწევთ გადატანა მაგის ხალხის იმიტომ რომ ერთი რამე არ დაგვაუწყდეს რაც ალა ჯერ გამოქვეყნებული ტრამპი არ არის გამოქვეყნებული და ტრამპი არის ცენტრალური ფიგურა ეხა რესპუბლიკური პარტიის. რაც არ უნდა იყოს ტრამპია თუ ის მე რაც მგონია ეგ ყველაფერი გამოაშკარავეს, რაც ჯერ არ არსებობს. მაგ შემთხვევაში ძალიან დიდი სამოქალაქო დაპირისპირების სამოქალაქო მინიმუმ საინფორმაციო დიდი დაპირისპირება. რა თქმა უნდა ტრამპს რა აქ ნათქვამი საკუთარ შვილზე ეგ არ დაგვაუწყდეს ყველამ. მე კიდევ ერთხელ ვარ მე არ ვჭერა ტრამპი ეგეთია თუ არა მე არ ვიცი ამას ვერ დავადასტურებ მაგრამ საკუთარ შვილზე ივანკა ტრამპზე დონალდ ტრამპს აქვს ესეთი რამე ნათქვამი რომ ჩემი გოგო რო არ იყოსო ალბათ ამასთანო სექსუალური ურთიერთობა მექნებოდა ეს თქვა პირდაპირ გადაცემაში აქვს ეს ნათქვამი და კაცი რომ მაგას ახლა იტყვი იმის და მიხედვით ახლა დემოკრატებს იგი უღმერთ აფში გიჟებს ვინებიც არიან ტრამპი ახაც მირჩევნია ანუ როგორც რესპუბლიკური ნარატივი საქართველოს უკეთესია კაცო მაგრამ ვაკრიტიკებ რაშიც გასაკრებია რაშიც კაია ვიტყვი რომ კაია მაგრამ ამას რო ადამიანი იტყვი იმისგანვე აღარ გამიკვირდება უკვე სხვა რაღაცები რაც შეიძლება თანახლდეს იმედია მევცდები ეგრე არ არის მაგრამ ნახოთ რო გვანახებს იმიტომ რომ ჯერ კიდევ ამერიკაში იწელება ეს პროცესები საკამაოდ იმიტომ რომ საერთოდ არ ველოდი ახლა რომ ერთი თვის წინ რო გამოაშკარავეს ეპშტეინის ფაილი უცებ მოახდინეს ახალი ზენა და კიდევ ველოდები ხა მომავალში. დამოკიდებული ეს საგარეო პოლიტიკა. ეს თანდათან თუ როგორ? თანდათან იუსტიციის სახელდებს ამ ყველაფერს თანდათან ეხაც იციან უკვე შეგენთ რა ხდება. უბრალოდ თემა როგორ არის? აი ხო გეუბნებით იქ მიდის ფსონების დადება. ეს კეთდება უბრალოდ ხა ვინები აკეთებენ ამას შეგენით უფრო დეტალურად.
ეს დამიჯერეთ ამერიკა მართლა იმდენად თავისუფალი ქვეყანა მაგაგებით არის, რომ შენ შეიძლება ძალიან დიდი გავს სოფლიოში ბევრ ამის ატრიალებდე, მაგრამ იქ ისეთი ხალხის არსებობს, ვისაც შეუძლიათ მაგალითად სააპელაციო სასამართლო. აი ეგრე გამოვიდა ტრამპი დაადო შვეიცარიას ტარიფები და კონსტიტუციამ არაკონსტიტუციურად ცნეს და აღიარეს, რომ არ უნდა დაგედო და გაუქმეს ტრამპს გადაწყვეტილება. აიტო ამერიკაში არის, ანუ ამერიკაში, იმიტომ ჯერა ორი deep state-ის მე, რომ ამერიკაში თუ ყავს ერთი დიდი ძალა, მეორე ძალას არსებობს ყოველთვის, რომელიც შენ ყოველთვის გევაჭრება რა. და შენ თუ დიდ ფულს აძლევ არ თქო გოიზოს იმასაც შეუძლია დიდი ფულის გადახდა. ეს ხო არ არის მართლა რა ქვია საქართველოს რა ვეკინა რუსეთი რომელიც ინსტიტუციონალურად არ ბრძოლობენ. ეგეთი ქვეყნები როგორც არის შეერთებული შტატები და ფედერალურ სისტემაზე აწყობილი და ძალაუფლების გადანაწილების ფენომენის მაგაზი არსებობს, ხო? რომ როდესაც 1 მილიარდიანი კომპანია გაქვს BlackRock-ი ტრილიონობით ბოდიში, იქვე არსებობს State Street-ი. რომელიც ასევე BlackRock-ის დაქვემდებარებაშია. მერე უსებ Oracle არსებობს სხვა კომპანია Larry Ellison-ის, რომელიც ასევე დიდი გავლენები აქვს. ანუ იმ ქვეყანაში სადაც ამხელა სისტემებია, ძალიან რთულია ყველაფრის კონტროლი. მათ შორის მათთვისაც, რომ ეხა ტრამპი რახან პრეზიდენტი ყველაფერი უნდა კონტროლოს, ვერ ხდება ეგრე. ეხლა ზოგადად მიზანი ხო ეხლა თქვი, რომ ერთ-ერთი მიზანი შეიძლება იყოს, რომ ტრამპის აწინააღმდეგოს ეს ყველაფერი გამოქვეყნა. მაგრამ აი რას ფიქრობ ზოგადად აი ეს რაც ხდებოდა იქ თუნდაც იქ კონსულზე და რაც ეხლა თანათან ქვეყნდება. რას ნიშნავდა ეს ანუ ეს ხალხი ვინ იყო რა ანუ რატო აკეთებდნენ ამას ანუ ერთი ის რომ შეიძლება რომ მართლა იმ გავლენების და იმის ანუ ესეთი მაგას ეზოთერული დანიშნულება ანუ შეიძლება ერთი ეს არის ხო და მეორე რომ ანუ რაღაც სატანისტური რიტუალების ასე ვთქვათ და სატანისტური ზოგადად რაღაც დაჯგუფების წევრებიან რაც ჩვენ არ ვიცით და ალბათ შეიძლება ვერც გავიგოთ მიუხედავად ამ ფაილებისა და ასე შემდეგ ხო ანუ აი შენ რომელ თეორიას უფრო აბსოლუტურად უკავშირებ ამას კაბალისტურ დამატებული მოლოხისა და ბაფომეტის კულტს, რომელიც იღებს უძველესი შუამდინარეთიდან და უძველესი ქანანიდან, პირდაპირ ბიბლიაში მოხსენებულია, რომ ბავშვის მსხვერპლშეწირვა ღმერთს აკრძალული აქვს, რადგან იცოდა, რომ იქ არსებობდა ესეთი კულტები, რომელიც ქანანში, სანამ ებრაელები შევიდოდნენ ქანანში, არხერჩეულ მიწაზე, მან არსებობდა ხალხი, რომელსაც ჯეროდათ, რომ როდესაც შენ ახალშობილის სისხლს ტანზე ან მოისოვან რაღაცა, შენ სიცოცხლე გემატება, ევროპულ კულტურაშიც იყო საერთაშორისო ფოლკლორებში გავრცელებული, დრაკულას კულტურაშიც იყო გავრცელებული ეს ყველაფერი, ანუ ზოგადად ასოცირდებოდა იმასთან, რომ ეზოთერულად ხდები უფრო წმინდა, ეზოთერულად, აქ არ არის სულიერი სხვანაირი განწმენდა. ანუ ისეთ როგორი თემა არის, ეგ მთელი სისტემა დგას იმ გაგებაზე, როგორ მოიპოვა მატერიალური კეთილდღეობა. ანუ ის სატანისტი რა არის, ანუ მართლა ხო არ გონია ვიღაცას ევასება რქიანი არსება. არავის არ არც სატანის არ ევასება რქიანი ბოროტება, ვის უნდა ევასებდეს. ანუ მთავარი ფოკუსი მანდ არის როგორ იყო შენ მაგრა კეთილდღეობა როგორ შეიქმნა მატერიალური და ეს არის უკვე სატანის საქმე. ანუ სატანას არ ჭირდება რომ შენ ეშმაკის რქები დაგელაპარაკოს. საქმე გაგაკეთებინოს ამ ყველაფერთან გაგაკეთებინოს ის რომ ჩვილის მსხვერპლშეწირვა მაგალითად ახალგაზრდა გოგოები რომელიც ასევე გავრცელებული იყო მაგ კულტურაში უძველეს კულტურაში რომ ამით მაგალითად შენი სხეული შენი ეზოთერული მატერიალური და მენტალური სხეული ხდება უფრო ჯანმრთელი. ის მაგალითად სლოვაკეთის ძველ ფოლკლორებში იყო გავრცელებული ასევე რომ ერთ-ერთ იმას რა ქვია დედოფალსო კერვის დროსო ერთმა ახალგაზრდა გოგომო თითი გაუჭრაო და მე ორი სისხლი მოხდა ორივეს გაიჭრათ რა ანუ მალე შეუხორცდაო და ამით წარმოიშვა იდეა იმის შესახებ რომ შენ რო რაღაც დაავადება ნაოჭები გჭირსო ვითომ ის სისხლი კურნავსო რაც ბუნებრივად ტყუილია რა თქმა უნდა მაგრამ ამ რწმენამ გააკეთებინა ის რომ 1000-ობით და 10000-ობით ადამიანი შეეწირა მაგ სიგიჟეს რაც მათ იყო და მე არ გამოვრიცხავ მანდატს იმიტომ რომ ეფშტეინის კუნძული ნანახი ექნება აი ხალხსაც ექნება ნანახი რომელიც თავიდან ბოლომდე არის აი საკრალური ტაძარი აი იმ კუნძულზე წმინდა იმაზე რო არის დიდი სამით წმინდანის კუნძულზე რო აქვს თანაყიდი რომ ის არის რა ქვია თავიდან ბოლომდე აქვს გარკვეული სახის ეზოთერული დანიშნულება რო დააკვირდეთ თუ არქიტექტურულად რო დააკვირდეთ უბრალოდ მის განლაგებას მზე რო ამოდის ღია ის არის მაგალითად გარეთ მსხვერპლშეწირვის ის რიტუალო ისენი ანუ უფრო მეტად ვფიქრობ ამას რო ეგრეა თორე ეხა ვიღაცას მარტო ეხა მანიაკალური პედოფილური ისენი ქონდეს მარტო ეგ არ მგონია აქ მეტი არის უფრო მეტად სატანისტური სწორედ ეგ და უბრალოდ არ ვიცი ხა რატო ყავთ ეს ყველაფერი გამოყვანილი ისე რომ ვიღაც არქებიანი არც არქებიანი არ არის საერთოდ ეფშტეინს აქ ინტერვიუში მეშმაკის მეშინიო ამას ეშმა თვითონ ხორშესხული ანუ არასდროს არ ვაფასებ ყოველთვის რაღაცას ყდით შინაარსობრივად უნდა გამოინახო რომ ეს არის სატანიზმი არის რომ გაგაჩეროს გავლენების და შენ იყო ჯანმრთელი ყოველთვის ახალგაზრდა ყოველთვის პრაიმში კაბალიზმი და აი ყველაფერი მაგაზე ორიენტირებული აი დოვლათი როგორ არ მოგაგდა განა სულიერება რომ აი რა თქმა უნდა ბუნებრივია მატერიასაც მნიშვნელობა აქვს ეხა რა თქმა უნდა არ უნდა იყოს მაგრამ მათი პრინციპი აწყობილი მარტო მატერიალიზმი დიალექტური მატერიალიზმია თავიდან ბოლომდე და მისთვის ეს ეზოთერიკა რაც არის ანუ ბნელი მაგიური ძალები რაც არის ემსახურება მასში
მაგალითად, აი ბიბლიაში არის სახარებაში ესეთი რამე ძალიან საინტერესო წერია, რომ ახალგაზრდები გამოუშვით ჩემთვის, რადგან მათთვისაც ათასასუფეველი. რატო აკეთებს ქრისტე? იმიტომ რომ ამბობს, რომ ის არის ყველაზე გულწრფელი, ყველაზე ჩვილი, ყველაზე უცოდველი და აი ესეთი მსხვერპლი გამოყავთ. თან დაუკვირდეთ, არ დაგავიწყდეს ის, რომ მისთვის საყვარელი ადამიანი უნდა იყოს მსხვერპლი. და მაგიტომ აკეთებენ მაგალითად შენთვის საყვარელი ადამიანს რო წირავ როგორც ეს აბრაამის შემთხვევაში ღმერთმა რო არ მოუკლევინა შვილი ზუსტად იგივე საკეთებენ ეგენ ოღონდ წირავენ აბსოლუტურად ძალიან საინტერესო თემებია და ჩვენ ალბათ კიდე აუცილებლად უნდა შევხვდეთ კიდე ძალიან დიდი მადლობა ესეთ საინტერესო საუბრისთვის იმიტომ კიდევ ძალიან ბევრი თემა არის რაც შეიძლება რომ განვიხილოთ ლაპარაკის თემაა შეატყობდით ხო და ნახოთ აბა როგორ განვითარდება მოვლენები რაც თავარია ჩვენ ქვეყანას მშვიდობა უსურვოთ ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ალბათ ხო და რა ვიცი წარმატებებს გისურვებ და შეხვედრამდე კიდევ ძალიან დიდი მადლობა და აუცილებლად გესტუმრებით ყოველთვის ძალიან დიდი მადლობა და იმედია მოეწონა ჩვენს მაყურებლებს და დარწმუნებული ვარ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ და კომენტარეთ და გაუზიარეთ დიდი მადლობა